საღამომშვიდობისა მეგობრებო, გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს ესპანეთიდან. თქვენს ეკრანზეა მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება ევროპის ერთა-თასისა და მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევი მატჩი რაგბიში ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. ადრეული გაზაფხულის ჩინებული მზიანი დარი დაედარა დღევანდელი მატჩის მონაწილეებს. ახლა მადრიდში დღის 4 საათია, ტემპერატურა +17 გრადუსი. ველოდებით დღევანდელ შეხვედრაში მოასპარეზე გუნდებსა და მსაჯებს, მე წარმოგიდგენთ მათ. საქართველოს ნაკრები. შერკინების პირველი ხაზი. 1 ზურაბ ჟვანია, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლევან ჩილაჩავა. 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 მამუკა გორგოძე, 8 გიორგი ჩხაიძე. ხაზი მეცხრე ნომრით ვაჟა ხუციშვილი, 10 ლაშა ხმალაძე, 11 თამაზ მჭედლიძე, 12 მერაბ შარიქაძე, 13 თედო ზიბზიბაძე, 14 გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და 15 ნომრით მერაბ კვირიკაშვილი. თადარიგში არიან ბექა ციკლაური, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე, შალვა მამუკაშვილი, კახა ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, შალვა სუთიაშვილი და გივი ბერიშვილი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ ზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი. ნაკრების მწვრთნელები ილია მაისურაძე, ილია ზედგენიძე, მაიკლ ბრედლი, ირლანდია, დიდიე ბესი საფრანგეთი და მენეჯერი ვასილ აბაშიძე. ჩვენი მასპინძელი ესპანეთის ნაკრები. 1 ფრანკ ლაბე, 2 ბენია ოსკი, 3 ხესუს მორენო, 4 ანიბალ ბონანი, 5 ხესუს რეკუერდა, გუნდის კაპიტანი 6 მეტ ქუკი, 7 გოტიე ჟიბუენი, 8 ფედერიკო ნეგრიო, 9 გიომ რუე, 10 შარლი მალიე, 11 პიერ ბელზიუმსი, 12 დანიელ სნი, 13 სესარ სემპერე, 14 მარკო პოჟი და 15 ნომრით მატიო პელიუშონი. გუნდის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი. დღევანდელ შეხვედრას სჯის უელსელი არბიტრი ნილ ჰენესი. უელსელები არიან თანამსაჯებიც გრეგ მორგანი და ჰიუ ლუისი. დღევანდელი მატჩის ყველა მონაწილე მინდორზეა, ტრადიციულად შესრულდება ორივე ქვეყნის ჰიმნები და დაიწყება ევროპის ერთა-თასის და მსოფლიო თასის გათამაშების ბოლოს წინა ტურის შესარჩევი მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. Vamos a escuchar el himno de Georgia.
A continuación, escuchamos el himno de España. ტრადიციულად შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი და ვიდრე დღევანდელი მატჩის არბიტრი მისცემდეს სასტვენს ნიშნად იმისა, რომ შეხვედრა უნდა დაიწყოს. აი ახლა გვაძლევენ შემადგენლობას ჩვენი გუნდებისა და დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა, რომელიც თქვენ უკვე იცით, მე მხოლოდ გეტყვით ვისარგებლებ ამ პაუზით, დავხედავ სატურნირო ცხრილს. საქართველოს ნაკრები ევროპის 1000-ის მფლობელი და მსოფლიო 1000-ის გათამაშების უკვე დასკვნითი ეტაპის მონაწილე თავის ტრადიციულ პირველ საფეხურზეა 33 ქულით, ხოლო რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ მასპინძელს ესპანეთის ნაკრებს, იგი 10 ქულით მე-10 ადგილზეა. ესპანელებს დღევანდლამდე ჰქონდათ მინიმალური, მიზერული, მაგრამ მაინც შანსი იმისა, რომ მესამე საფეხურზე აენაცვლათ და გაეგრძელებინათ ამ საფეხურიდან ბრძოლა მსოფლიოს მომავალი 1000-ის გათამაშების საგზურისათვის. დღეს ეს ოცნება დაიმსხვრა, მას შემდეგ რაც უკვე დამთავრდა დღევანდელი ტურის ორი შეხვედრა. რუსეთის ნაკრებმა დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები 34-18. ეს მატჩი გაიმართა სოჭის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრეველი ატარებს, ხოლო რუმინელებმა კონსტანცაში მოუგეს ბელგიელებს 29-10. დღევანდელი შეხვედრა მასპინძლებმა დაიწყეს. მიკროფონთან ზაალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიც. დაიწყეს დიღა ესპანელებს აწვიათ წითელი და პირველ ტაიმში უტევენ ჩვენს ეკრანებზე მარცხნიდან მარჯვნივ. მათი გუნდი ძალზე გადახალისებულია შარშანძელთან და შარშანწინდელთან შედარებით, რაც არის ესპანურ რაგბიში მიმდინარე დიდი შინაომების შედეგი. ყოველ წელს იცვლება მწვრთნელი და ყოველ ახალ მწვრთნელს მოყავს ახალი კონტინგენტი გუნდში. ამაზე ნელ-ნელა მოგახსენებთ, ახლა კი ნელ-ნელა თამაში უყვეთ. ჯაბა ბრეგვაძე მააგდო 4 კაციან დერეფნებში ბურთი მოლი შევქმერით და ვაჟა ხუციშვილი დღეს 9 ნომერი მივიდა, აწია ბოქს კიკი იქით, ცენტრის გადაღმა აიღეს ესპანელებად და სასტვენი და პირველივე ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ. საჯები თემურმა მოგახსენათ, უელსელები ხენესი, მორგანი და ლუისი. მიზეზი რის გამო დააჯარიმა? შებოჭილმა მოთამაშემ ბურთს არ გაუშვა ხელი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რეპორტაჟის მოსმენა შეგიძლიათ ასევე საქართველოს რადიოთი, რადიო 2 FM 100.9. მარტივად აუჩი დავარტყით და 22 მეტრიან ხაზთან ბურთმა გადაკვეთა გვერდითი ხაზი, აუტიდან უნდა მოვაწოდოთ. ჯაბა ბრეგვაძე ააგდებს საფრანგეთის კლუბ ტულუზის მორაგბე თავის 23-მე შეხვედრას ატარებს დღევანდელ შეხვედრაში. ჩვენი შერკინება განახლებულია წინა მატჩებთან შედარებით. მესამე ხაზში ეხო განსაკუთრებით შვილებები თხილაიშვილი და ჩხაიძე არიან 6 და 8 ნომერზე. ისვენებენ ვიტო კოლელიშვილი და დიმიტრი ბასილაია და მხოლოდ მამუკა გორგოძე არის აი იმ შემადგენლობა, ვინც ყოველთვის თამაშობს, თუმცა მასაც გაუწდა მატჩები აქამდე ტრავმის გამო. ავიტაცეთ და ახლა ჩვენ ჯარიმდებით. ერთ-ერთი ხდება ჯარიმდებით. დავით ზირაქაშვილიც არ არის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში, მას მცირე ტრავმა აქვს და ლევან ჩილაჩავა მის ნაცვლად 3 ნომერზე დღეს საქართველოს
ნაკრების მარჯვენა ბურჯი. საჭმა დააჯარიმა თხილაიშვილი იმის გამო, რომ წაქცეულებს ზემოდან გადააწვა და გადავიდა მეტოქის მხარეს. ესპანელებმაც აუჩი დაარტყეს ჯარიმა და ჩვენ ცოტა უფრო ენაწყლიანები ვიქნებით, როგორც გითხარით, რადიო მსმენელებიც გვისმენენ და მოედნის ცენტრად თან ახლოს ბურთმა დატოვა სათამაშო მოედნის ფარგლები. და მორიგი დერეფანი შერკინება ჯერჯერობით არ ყოფილა. 3 წუთი მიიწურა გაილი ამ ჯარიმებსა და დერეფნების დაყენებაში. მოიგეს ესპანელები და მათი 8 ნომერი ნეგრიო 60 მეტრზე თამაშობენ ჩვენი ლელოდან ჯერ კიდევ თავის ნახევარზე არიან. Wait. Use. არ ვიცი ეთერში როგორ ისმის, ჩვენ კი ძალზე კარგად გვესმის საჯის რეპლიკები და ამიტომ ერთი-ორად გაგვიოლდება წაყვანა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიზეზიც კი შეგვიძლია გაგაჩნოთ პირდაპირ ორიგინალიდან. ხუციშვილი ხმალაძე შარიქაძე და მეკოს პირკაშვილს იქვე მისცა პასი და ოდნავ წინ გამოუვიდა. მეტოქის სასარგებლოდ იქნება შერკინება. პირველი შერკინება დღევანდელ შეხვედრაში. რომელსაც ძალზე დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს ხოლმე. ესპანელების შესახებ რა შეგვიძლია ვთქვათ, ეხლა ესე იგი შარშანწი როცა აქ მოგვიგეს მაშინ წურთნელი იყო ფრანგი რეჟისონი და ყავდა მასობრივად ბევრი ფრანგი. შარშან ყავდა ზელანდიელი, დიახი შერკინების წონები წერია ესპანეთი თურმე ჯამში ესპანური რვეული არის ჩვენზე 14 კილოთი მძიმე. Crouch. დღევანდელი ტრანსლაციის სპონსორია ლუდი ნატახტა. ესპანელები შეაგდებენ ბურთს შერკინებაში, შეაგდეს, მოიგეს, მიაწვენ და ჯარიმა. აი წამოვიშალეთ ჩვენი 1 ნომერი დაჯარიმდა იმისათვის რომ წამოდგა, ხოლო 1 ნომერია ზურაბ ზვანია. ფოთის სარაგბო სკოლის გაზრდილი. 5 წუთი მიიწურა დღევანდელი მატჩის დაწყებიდან, ანგარიში არ გახსნილა 0-0-ია. ჯარიმა მარტივად კიდეზე დაარტყეს მასპინძლებმა და აუტი ჩვენ 22 მეტრიან ხაზთან ახლოს. I will let you know, no problem, okay? ჩვენ საათიც გვაქვს წამოღებული, შავი საათი და ჩვენ თვითონ დავინიშნეთ, რადგანაც დავწმუნდით რომ 1000-ზე და ზოგადად აი ამ დონის რაგბში ხანდახან არ უნდა ემდო ხოლმე ტელესაათს. ის არ ჩერდება, ან შეიძლება იმდენად ხშირად გააჩერონოს, საერთოდ ჩამორჩეს დროს და თამაში ადრე დამთავრდეს, ასე რომ ჩვენც ვაკონტროლეთ, მაგრამ ამდენად შევძლებთ ეგ არ ვიცით, ახლა საჯი საათი არა გვაქვს ფაქტია. ჩამოხსნა ესპანეთმა დერეფანში ის ბურთი. ოღონდ მოვლი ვერ დააყენეს, ზირს არის აიტაცებენ და ესე თუ შემოგვიტევენ 25 მეტრი შეებათ ჩვენს ლელონზე. სასტვენი და გონი შემტევი ჯარიმდება. 2-2 ჯარიმებით. შემოჭილმა ისევ არ გაუშვა ბურთი. მაგის თმას ვაპირებდი ზუსტად ისევ იმ ადგილას დაიმოხდა ეს ყველაფერი, სადაც აუტი იყო მოწოდებული და მოგებული ესპანელების მხრიდან. ჩვენ უნდა დავარტყათ. კვირიკაშვილმა დაარტყა შეულად ძლიერად და აუტში. ესპანელების სატურნირო მდგომარეობაზე საუბარი მე დავიწყე რეპორტაჟის დაწყებისთანავე და გითხარით, რომ მათ უკვე არანაირი შანსი აღარ აქვთ, გარდა იმისა, რომ ახლა მათი საზრუნავია დარჩნენ ცირე 6 ერში, ანუ გაისათ ითამაშონ ისევ ევროპის ერთა თასზე, რადგანაც სატურნირო ცხრილში ჩვენი მასპინძელი ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. თემურ 4 ქულით უსწრებენ ისინი ამ მომენტში ბელგიას 2 წლის ჯამით არის გავარდნა და ბელგიას ერთადერთი შანსი გარჩება იქითა შაბათს რუსეთს მასპინძლობს. რუსეთმა მესამე ადგილი გაინაღდა, რა ვიცით, შეიძლება ბელგია მოიგოს, მაგრამ მერე ესპანეთი უფრო გვიან ეთამაშება პორტუგალიას. და ეგ შანსი კიდევ რჩება რომ დარჩეს. ხო, აი ალბათ ბოლო ტური გაარკვევს ყველაფერს, ანუ ერთი კვირის შემდეგ გვეწოდინება ევროპის ერთა თასის ახალი მფლობელის ვინაობაცა და იმ გუნდის ვინაობაც, რომელიც დატოვებს წლევანდელ გათამაშებას. რა თქმა უნდა, ბოლო ტურში ყველაზე საინტერესო ჩვენთვის იქნება ფინალური მატჩი, ასე ვთქვათ, ევროპის ერთა თასის გათამაშებისა საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. აქვე გეტყვით, რომ ეს მატჩი თბილისში 15 მარტს
ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღის 5 საათზე, ანუ 17 საათზე დაიწყება. აკი მოედანზე დიდი ბრძოლა იყო გამართული. ესპანელების 22-ის გარეთ, ხან ჩვენ გქონდა ბურთი უფრო იმათ, მერე გამოშალეს, გაათამაშეს და აი მხაზე რო გამოათამაშეს, ჯვარი გააკეთეს შარბენი უფრო სწორედ და გამოუვიდათ ბლოკი, რის გამო დაჯარიმდნენ და ეხლა ჩვენ შანსი გვეძლება რომ დავარტყათ და ანგარიში გავხსნათ. აგერ 4 ნომერი წინ დაუდგა 9-ს, ანუ ანიბალ ბონანი, გიომ რუეს. Thank you. აგერ ილიას ედგინიძეს ხედავთ მოედანზე, სადგამით შემოიტანა, დაარწმუნა, აგერ ჩვენი ახალი ექიმი გიორგი ჭუმბურიძე, უნივერსიტეტის ძველი მოთამაშე. რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელია. და პირველ ჯარიმას არტყავენ სტუმრები საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მიიღეს დარტყმის უფლება. გასატანი პოზიცია ლამის კარის პირზე და არის 30 მეტრამდე. დაარტყა კვირიკაშვილმა ჩვეული სიზუსტითა და გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე 3-0 წინ საქართველოს ნაკრებია. თქვენს ეკრანზე კი მერაბ კვირიკაშვილი ფრანგული სენ ჟუნიენის მორაგბე თავის 76 შეხვედრას ატარებს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ეს მისი 527 მოპოვებული ქულა გახლავთ და 90 გატანილი ჯარიმა. ალბათ აი ამ მონაცემებით ბევრი ვერ იტრაბახებს არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც. მეგონიშის თქვათ რა არის დღეს ჩვენი მიზანი, რადგანაც რუმინეთმა დიდი ჯახირი წვალები სულ ბოლოსღა მაინც აიღო პრემია და მოიგო, ხო? ჩვენთვის სასურველია რომ ჩვენც მოვიგოთ პრემიით. ოღონდ ჯერ პირველ რიგში უნდა დავიბევოთ გამარჯვება, ხოლო პრემიით მოგება რას ნიშნავს? იმას რომ თამაში უნდა ერთი რომ მოვიგოთ და მეორე 4 ლელო უნდა დავდოთ. მინიმუმ 4 ლელო. მეტოქე რამდენს დადებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მოვიგოთ და დავდოთ 4. Wait. Use. ნუ ახლა მასპინძლები თავისთავად რა თქმა უნდა мотиваცია მათაც მაღალი აქვს შეეცდებიან რომ ეგება ისეთი ანგარიშით წააგონზაალ რომ მათაც აიღონეს პრემია. კი ბატონო, წაგებულ გუნდ შეუულია ამ ნიხრით 2 ქულისა მოგეგება, 2 საცხილო ქულისა. ერთი თუ თვითონ დადებს მინიმუმ 4 ლელოს და თან წაგებს 8-ზე ნაკლებით, ანუ ერთი გარდასახულ ლელოს ფარგალში. და პელუშონმა წამოიღო ბურთი, გადაკიდებული. რუე ჩამოათამაშეს მარჯვნივ. 14 პოჟი. გნებავთ პოხი, გნებავთ პოჟი, მაგრამ ფრანგი არის. წარმოშობით მაგაზე მოგახსენებთ თანდათან. აგერ ფონტის შუაში არიან ისევ სასტვენი. ხა იქ ჯარიმა ყოფილა, კადრს მიღმა და აგერ გაათამაშები. აუჩი რა სიზამენ ალბათ კარში დაარტყამენ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში პოზიცია კარგია და საჯმა დაუბრუნა ის უპირატესობა, ანუ წესის დარღვევა მის სათამაშის გაგრძელების უფლება მასპინძლებს, ხოლო შემდეგ, რადგანაც მათ ვერ გამოიყენეს უპირატესობა, დაუბრუნა ჯარიმა და ახლა ჯარიმას ალბათ დაარტყავენ ჩვენი დღევანდელი მასპინძლები. შეკ ესპანელთა 23 კაციდან 5 არის ადგილობრივი, 18 არის ლეგიონერი. ჩვენი ეგეცავე რაზმში 10 არის არა 8 არის ადგილობრივი, 15 არის ლეგიონერი. ესპანელებს ხავს ძალიან ბევრი ფრანგი. შეკ ისინი არავითარი ესპანელები არ არიან. უბრალოდ დედა, მამა, ან 2 ბები და ნებისმიერი, ან 2 ბაბუი და ნებისმიერი, ანუ 6 პირი და ნებისმიერი წინაპარი დაბადებული ყავთ. საზღვრის აქეთ, საზღვარი ფრანგეთი და ესპანეთი ერთმანეთს ესაზღვრებიან, მოგეხსენებათ, დაიბადნენ აქეთ, ცხოვრება მერე იქით გადაიყვანა სადღაც ბედმა. და იმათი შთამომავლები არიან. ანუ ცნობები აქვს დაღებული ადგილობრივ რეესტრში რომ ყავდათ ესეთი წინაპარი და ამის გამო შეუძლიათ იმავე დღესვე ცნობის წარდგენის დღესვე ესპანეთის ნაკრებში თამაში. ესეთია სოფლიო რაგბის კანონმდებლობა ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიიდან და ბევრი სხვა ქვეყანაც სარგებლობს. უბრალოდ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ, რადგანაც ქართველები აქამდე ცოტანი ვცხოვრობდით უცხოეთში და ერთადერთი ვინც ეგრე ავიყვანეთ იყო გრეგუარიაშვილი, მეტი არავინ. საფრანგეთიდან. ხოლო სხვა ქვეყანა უამრავი სარგებლობს აი ამ წესს. ანგარიში ისევ 3-0 საქართველოს სასარგებლოდ.
ერთი ჯარიმა რომელიც გაიტანა მერაბ კვირკაშვილმა და ესპანელებმა იქ ჯარიმა არ დაარტყეს, ეს ჩვენ ყველაფერი ნახეთ ხოლმე რადიოსმენელებისთვის ვამბობ, არ დაარტყეს ის ჯარიმა, დაარტყეს კიდეზე, შემდეგ აუდი წააგეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. ახლა ესპანელების ნახევარზე თამაშობენ ქართველები. ბურთით კი მასპინძლები არიან და ისინი უტევენ ანიბალ ზონანი ბურთით. შემდეგ რუე და მარჯვნივ უნდა ხაზზე ჩამოთამაშება, ამის საშუალება არ მივეცით და ძალიანაც კარგი. წინ გადაუვარდათ ბურთი, დაინიშნა ჩვენ სასარგებლო ჩერკინება ზუსტად 10 მეტრიან წვეტილზე, ოღონ მოედნის ესპანეთის ნახევარზე. ესპანელთან სისტემა დავამთავროთ თემურ აგენტონ ხეიგს გვაჩვენებენ ზელანდიელს. ჩაგე რა ქვიათ მატიო, პიერ, შარლი, გიონ, ანიბალ, გოტიე და დამიანი. აი ესენი არიან ფრანგები. 7 კაცი ალალი ფრანგი არის. უბრალოდ ცნობა აქვთ რომ არიან ესპანელები. ოღონდ თამაშობენ ისეთ დონეზე, ან ჩვენ დონეზე, ან ჩვენზე უფრო დაბალ ლიგებში. 2 წლის წინ უფრო მეტი ყავდათ ესეთი. რადგანაც წურთნელი ფრანგი იყო. ძალზე კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ვერ მორიგდნენ ფედერაცია და ისინი ფედერაცია ქვია, რაგბის მმართველ ორგანოს და არა კავშირი, როგორც ჩვენთან. შემდეგ წელს დანიშნეს ზელანდიელი, ეხლა იმან ის ფრანგები დაიწუნას უყველა და მოიყვანა თავისი ხალხი, ნატურალიზებული ზელანდიელები, აფრიკელები, ინგლისელები, იმათი გაავსო გუნდი და ბასკები აიყვანა ბევრი. ეხლა ისიც მოხსნეს არა და ეხლა აი ახალმა წურთნელმა სანტიაგო სანტოსმა ესპანელი ბრძანდება. რაღაც შუალედი მონახა, ოქროს შუალედი ამ ორ ფრანგებსა და ესპანელებს შორის. მე-14-ია რიგით დღევანდელი მატჩი ზალ და აქედან ჩვენ 9 გვაქვს მოგებული, მასპინძლებს მხოლოდ 3. ერთი შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა. აი ასეთია სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებისა ესპანეთსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის. პირველად ჩვენი გზები 2000 წელს გადაიკვეთა და ის პირველი მატჩი ლელოებით ფრედ 5-5, ხოლო ანგარიშით 32-36 დამთავრდა ჩვენ პირველი შეხვედრა წავაგეთ და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ შეძლეს ესპანელებმა ჩვენი მოგება. ეს იყო 2007-ში და 2012-ში, მაგრამ საინტერესოა 2012-ში 18-25 დაუმარცხდით, მაგრამ გახსოვთ შარშან აქ თბილისში ვაკეში 61-18 მოუგეთ ესპანელებს, 8 ლელო დაუდეთ და ასეთი დიდი ანგარიშით სხვა დროსაც აქვს მათთვის მოგებული, უფრო მეტსაც გეტყვით 2011-ში სულაც იმავე ვაკეში 60-0 დავამარცხეთ ჩვენი დღევანდელი მეტოქე. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს მხოლოდ სტატისტიკაა ციფრებში. თავარია რომ ტაბლოზია 3-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და მატჩის მე-15 წუთი მიმდინარეობს. მასპინძლები არიან ბურთით, ისინი უტევენ. პრაქტიკულად ამ 15 წუთის განმავლობაში ისინი ცდილობენ მაღალ ტემპში ითამაშონ და აი ნახოთ როგორ აწყობენ დღევანდელ თავის ტაქტიკასა და სტრატეგიას ჩვენი მასპინძლები. ბურთი ჭავარქვით, მე ისევ დავკარგეთ, ეხლა ისევ ჩვენია. მანამდე იყო საგანგაშო ნიშანი, რომ ზედიზედ მეორედ დავჯარიმდით შერკინებაში და ეხლა ხუკერი ჯაჯარიმდა ჯაბა ბრეგვაზე ისიც წამოდგა, ანუ ჩვენი პირველი ხაზი იმათ მოწოლვას ვერ უძლებს, დგება და ამისათვის იღებს ჯარიმას. 10 ნომერმა გაიტანა მალიეა გვარად იგი. და ახლა ესპანეთის ნახევარზეა თამაში. მარცხნივ აპირებენ ახლა უპირატესობის მოპოვებას მასპინძლები, ჯერჯერობით ხაზის გარღვევას ცდილობდა, ვერ მოახერხა, გულდაგულ დავხვდით ადგილზე და ჯარიმა. ბოჭვის არაში 2 ნომერი ბენია ოსკი ბასკი შებრძანდა გვერდიდან და ამიტომ შეგვიძლია დავარტყათ კარში. კარის პირდაპირ არის ყველაფერი, რა თქმა უნდა დავარტყათ 40 მეტრია და რადგანაც სტუთქალაქის სტადიონია, იქ მიწა იმდენი არ ექნებათ, რომ 100 მეტრი იყოს კარიდან კარამდე, ცოტა მოკლე იქნება, ოდესმე იქნებოდა ეს ფეხბურთის სტადიონი, მერე გადააკეთებდნენ რაგბისად და ამიტომ 40 მეტრზე ნაკლებია კარამდეთან პირდაპირ. ისე ვიზუალურადაც ეთყობა, რომ არ არის სტანდარტული მოედანია, არა სტანდარტულია, მაგრამ სტანდარტებს თავისი მინიმუმი და მაქსიმუმი აქვს და მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს ესპანეთის უნივერსიტეტის სტადიონის ზომები. თუ არ მეშლება 4-4-ია ჯარიმების სათვალავი, ანუ მსაჯი კარგად აბალანსებს ჯარიმებს ორივე მხარეს. და ბევრი ვინმე მიხვდება თუ რატო ვიცახით ამას. მე-17 წუთი, მერაბ კვირიკაშვილი.
penalty kick, no water. Hey, Aqua! ახლა ძალზე საინტერესო ამეუთხრა, წყალი რატო შემოგაქვთ მოედანზე, ჯარიმას არ ტყავენო. რაღაც განსაკუთრებული პროტოკოლი აქვს ამ საჭში. დღეში რამდენიმე რაკს უყურებთ და მე მგონი ჯარიმის დროსაც შემოაქვთ. არსად არ წერია რომ წყლის შემოტანა არ შეიძლება ჯარიმის დარტყმის დროს. ამასობაში კვირიკაშვილის დარტყმული 10 და ესპანელების კარს ანგარიში ისევ 3-0-ია. 17 წუთი მიიწურა მატჩის დაწყებიდან, დაიწყო მე-18 წუთი. ვიგებთ 3-0-ს ხელსაყრელი პოზიციიდან, ამჯერად მიზანმა უმტყუნა მერაბ კვირიკაშვილს. არაფერია. ჯერ დიდი დროა დარჩენილი, თამაში წინ არის და ღრმა დავარ დარწმუნებული, რომ ქართველი მორაგბეები დღესაც თავის ჩვეულ სტილში ითამაშებენ. აი, სტილში ითამაშებენ ნამდვილად და წელს მეტოქების ძალზე ვჯობივართ ბელგიასთან 35-0, პორტუგალიასთან 34-9, რუსეთთან 36-10 და ესპანეთი არის ზუსტად ამათი დონის გუნდი. რუმინეთი ოდნავ უკეთესი, მაგრამ მაინც გონი ნახოთ. Captain. Okay, we have too many penalties at the breakdown. You haven't released side entries and now over the top of the ruck. Clean it up, please. შეგი ამ საჭ მიაჩნია რომ ორივე გუნდს უკვე ლექციები უნდა უკიდოს და ჭკუა არ იყოს თვითონ ჩამოსულია უელსიდან და ამ არცერთმა გუნდმა თამაში არ იცის ძალზე ბევრი ჯარიმა ნიშნავ უკეო ბოჭვის არეშიო და თუ შეიძლება მოაწესრიგეთ ეს საკითხები აბა რა ვქნაო ხან ზემოდან აწვევით და ხან გვერდიდან შედიხართო შეწუხდა კაცი ამასობაში ისევ აუტი ჩვენ დავარტყით კვირიკაშვილმა დაარტყა და უკვე 22 მეტრიან ხაზთან ახლოს გადაკვეთა ბურთმა გვერდითი ხაზი ჯაბა ბრეგვაძე თქვენს ეკრანზე ბურთით ხელში იგი ააგდებს აუტი უნდა მოვიგეთ კიდეც მაღალ დახტომში კარგად ჩამოხსნა გიორგი ჩხაიძემ ბურთი შევიკარით That's once. როგორ მაგრამ ბურთი აქეთ არის კარგი შეტევა ჩილაჩავა ბურთით აი ასე გამოიტანა ხუციშვილმა რომელსაც თუ არ ვცდები დღეს სასტარტო შემადგენლობაში დებუტი უნდა კონდეს ისე არა ურუგვაისთან უთამაშია სასტარტოში ირუბოს თბილისისთანზე კი მაშინ დაიჭრა თავის ერთ-1000 პირველად არის 1000 აქვს დებუტი სასტარტო შემადგენლობაში ისე თავის მე-10 შეხვედრას ატარებს დიახ ის თბილისის ირუბოს თბილისის თასი კარგი ტურნირია უფრო ოღონდ სხვა ფუნქცია აქვს იმას რომ ზარდი მოთამაშეები გამოსცადო ხოლმე და აი 1000-ზე ყველაფერი ევრად უფრო მნიშვნელოვანია. სოფლიო თასზე გასვლა, თვითონ თასის მოგება და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთ მნიშვნელოვან მატჩში პირველად არის. ამასობაში მოხდა ის რომ მერაბ შარიქაძეს დაუვარდა ბურთი წინ და დაინიშნა შერკინება. კარგი შეტევა წამოიწყეს სტუმრებმა, მაგრამ ბოლო მომენტში ხელიდან გაუვარდა შარიქაძეს ბურთი და ვეღარ გააგრძელეს შეტევა შერკინება ანუ სადავო ბურთი და გიომ რუე შეაგდებს ბურთს შერკინებაში ამასობაში 20 წუთი მიიწურა თამაშის დაწყებიდან და ისევ ჯარიმა და ეხლა სამი ნომერი შეწვა მათი ხესუს მორენო შერკინების შაქცევა თანამედროვე რაგბის დიდი პრობლემა ბევრი რამე შეიცვალა წესებს აცვლიან შეჭიდების წესებს ცვლიან უბრალოდ პირველი ხაზის და არაფრიათ არ ეშველა ამ პრობლემას და ჩემი ვარაუდით არც არასდროს არ ეშველება სანამ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმის კარში დარტყმა შეიძლება. როდესაც ეგ გაუქმდება შერკინებაში თუ მაგას თუ აკრძალავენ არავინ აღარ ჩააქცევს შერკინებას. გახდება ის რაც წერია წესებში ანუ თამაშის განახლების საშუალება მცირე შეფერხების შემდეგ სამართლიანად მარდათ და უხიფათოდ. ეხლა არც ერთი ეგ პირობა დაცული არ არის 21 წუთი კვირიკაშვილი ჩინებული ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყავს ჩვენი მცველი 25 მარცხნიდან 25 დარტყმული და 6-0 21 წუთზე საქართველოს ნაკრები ამ ანგარიშით უგებს მასპინძელს ესპანეთის ნაკრებს მადრიდში უნივერსიტეტის სტადიონზე. პირველი მეოთხედია
მე საჩ უნდა აუღოთ ალღო, უნდა გავარკვიოთ მეტოქე რას თამაშობს და თან მაგასთან ერთად ორი ჯარიმა გავიტანეთ 6-ქულიანი მარაგი შევქმენით. აი ახლა ნელ-ნელა უკვე მოვერიოთ და დავიწყოთ შტურმი და ასე შემდეგ. ალბათ რაგბის კანონიკური ის არის ტაქტიკა ეგ საერთოდ სტრატეგია უკვე. ყველაფერში გეთახვები ზალ, მაგრამ არ მინდა რომ იყოს მაგრამ. კი ბატონო, ეს ნამდვილად გვინდა რომ შესულს და ბოლოს წუთში კიდე მე იქ სხვა რამეები ჩაირთვება უკვე. ის სხვა რამეები რომელია 30-ს რო გაცდება ხოლმე ანგარიშში? ხო, არა, იქ ისინი ვეღარ გაუძლებენ წესით. ალ მომზადება ჩვენ ბევრად უკეთესი გვაქვს. მერე ჩვენი მარკაფაშევა და იმათ ვერ ეყოლებათ ეგეთი სრულფასოვანი როგორც ჩვენ რაღაც ეგეთი ეჭვი გვაქვს. ოღონდ ამ ეტაპზე ესე დასტურდება რომ შენი აზრი მინდა გავაგრძელო და ძალიან კარგია ის რომ საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ პოზიციაზე უკვე გამოჩდნენ ის მორაგბეები რომლებიც ჩინებულად ენაცვლებიან ერთმანეთს. აი ორწლიანი მილტონ ჰეიგის ჩვენი მწვრთნელის ნამუშევარს თუ დავდეთ სასტორის ერთ პინაზე და აი ამას რაც მე გითხარით ნამდვილად დიდი დამსახურება ამ მწვრთნელისა ის რომ მას ყოველთვის ყავს მარკაფაში ის სრულფასოვანი შემცველები რომლებიც შემოდიან მინდორზე და აგრძელებენ და კარგათაც აგრძელებენ იმ საქმეს რომელსაც ძირითადის მოთამაშეები იწყებენ ხოლმე. სწორედ აი ამ სქემამ, ამ ტაქტიკამ, თამაშის ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთპიროვნული ლიდერია წლევანდელი გათამაშებისა და უკვე მსოფლიო თასის მეოთხე გათამაშების ფინალისტი. აი დღეს ვინ არ თამაშობს? ლევან დათუნაშვილი, დიმიტრი ბასილაია, ვიტო კოლელიშვილი და დავით კაჭარავა. 4-ვე ძირითადის მოთამაშეა, მაგრამ თუ გუნდი ხარ და ჩემპიონობაზე გაქვს პრეტენზია და კარგი რაღაც ანსამბლი უნდა ჩამოაყალიბო, რა თქმა უნდა, ეს ბიჭებიც უნდა დაასვენოს, ხები ათამაშო, ესენი მერე რუმინეთთან გამოიყვანო და ასე შემდეგ. ნახოთ, შარიქაძე. კარგი შეტევა შარიქაძისა. back. ხუციშვილმა გამოიტანა და ახლა უტევთ და კარგათაც მიქაუტაძე. შემდეგ პატარა გადაცემა და ახლა უნდა ალბათ გავარღვიოთ მჭედლიძია ბურთით. ძალიან ახლოს ავართ მიზანთან. კიდევ ერთი დარტყმა ისევ ხუციშვილი. კარგი პასი ბურთით ხმალაძე. წითელზოლში ვარ შესული უკვე? წითელზოლში 2 მეტრი რჩება ოდნავ მეტი ჩათვლის მოედნამდე მიუახლოვდით კიძეც ვინ არის ჩილაჩავაა ბურთი. გულდაგულიცავენ ესპანელები თავიანთი ლელოს მისადგომებს და ეხლა კიდევ ერთი ძალიან კარგი დარტყმა ნემსაძისა. Ja, რა გრჩება ლელომდე 3 მეტრი სულ. იმათ მოაწყე, მოახერხეს დაწესება, აიღე და მიეძალეთი უნდა დავამთავროთ ჩემი აზრით. ბურთს ვაკონტროლებთ. მიქაუტაძე ისევ ჩვენია ბურთი მოწყდა ეს იყო ნემსაძე ახლოს არის მიზანთან თითქმის ხასთან ავართ უკვე არა და არ ხერხდება ბურთის ხაზის იქით გადადება არაფერია შეიძლება გავიტანოთ მე იქიდან თავარია ჩავითრიოთ იმ ადგილში ბევრი მეტოქე და გამოვათავისუფლოთ მარცხენა ზონა ჩვენგან მარჯვენა ჩვენი აბურთი მივაწექით და ბოლოს რა კოტე მიქაუტაძემ შეიტანა მაგრამ რაო მსაჯმა დრო გააჩერა მგონია ვიდეო რეფერი ყავს არა იცის რომ არა ყავს და კიდისაც შეკითხება ჩათვალოს თუ არა წინ გადაგვივარდა ბურთი შეკინება 5 მეტრიან ხაზს წვეტილზე დასანანია ძალიან კარგი შეტევა იყო შესანიშნავი ძალისმიერი მრავალფაზიანი და აი ბოლო მომენტში ელემენტარულად ტექნიკური წუნია ბურთის წინ გადავარდნა და აინიშნა შერკინება ეს მილტონ ჰეიგი გახლავთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავის ასისტენტებს რაღაცას რადიო მიკროფონით ელაპარაკება ნუ ასისტენტები მოედანზე არიან ორი ილია ზედგინიძე და მაისურაძე. თან მწვრთნელები, თან თულუხჩე. შეთავსე. რა თქმა უნდა, მოკარნახი. ყველაფერი ერთად აღებული, ეს არის სამწვრთნელო შტაბის ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი. წვეტილზე შერკინება. ზოგ შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ასე აბსოლუტურად რაგბის უყველა დონეზე.
Color. მასპინძლები შეაგდებენ ბურთს შერკინებაში. No, knock on. გიომ Crouch. რუე ემზადება ბურთის შესაგდება 5. Set. დაალაგა მიაწვნენ გაიქცა შერკინება აი ახლა ერთი წუთი გავა სანამ შემდეგზე დააყენა. Opportunity. Okay? Please, this side. No. ამ ერთი წუთით ვისარგებლებ და ვინც ჩვენს რეპორტაჟზე დაიგვიანა გეტყვით რომ ბოლოს წინა ტურში დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმართა სოჭის ცენტრალურ სტადიონზე რუსეთის ნაკრებმა დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები 34-18, ხოლო კონსტანცაში რუმინეთის ნაკრებმა მოუგო ბელგიის ნაკრებს 29-10. დარჩენილია ერთი ტური და მომავალ შაბათს 15 მარტს ევროპის ერთა-თასის გათამაშების ბოლო გადამწყვეტი მატჩები გაიმართება. გადამწყვეტი ჩვენთვის რუმინეთის ნაკრებთან ვაკეში თბილისში მიხეილ მესხზე და აგრეთვე მათთვის ვინც სახიფათო ზონაში არიან სატურნირო ცხრილში. შეაგდებენ ესპანელები შერკინებაში. კიდე დაგვიწერეს 24 კილოთი, ესე იგი თავიდან ვერ შევნიშნე კარგად იმ სიჩქარეში. 24 კილოა. ანუ კაცზე გადაანგარიშებით 3 კილო. Knock on. აჰა, ესე იგი რომ გამოიქონდათ იმ დროს გადაუვარდათ, ვერ აიღეს ბურთი, გადაუვარდათ წინ და ეხლა ჩვენი შერკინებაა. აი ახლა დადგა ის დრო, როდესაც ბურთი ჩვენია 20 მერვე წუთი მიმდინარეობს, 6-0-ია ამ წუთისათვის ანგარიში და ვნახოთ რა მოხდება 2 წუთში. Please, come on. Hey, scrum. Scrum. გონით რომ უნდა გაგვეჩერებინა და დაგვავიწყდა. და აი კიდე აჩერებენ მათი ტელევიზია დროს ნამდვილად აჩერებს, იმიტომ რომ ჩვენთან არის 29 სრულდება და აი კიდე 27.5 ხდება. ასე რომ კურიოზი რომ ადრე დამთავრდა თამაში, ასეთი რამ აღარ მოხდება. ხო, ალბათ აჩერებენ და საჯის რეპლიკების მიხედვით ჩვენ კიდე ახლა ამ კაკაფულ კომენტარში გვიჭირს ვაჟა ხუციშვილი ბურთით შეაგდო მოვიგეთ შერკინება, მივაწექით. ბურთს ვაკონტროლებთ, რაც მთავარია და შეტევა გორგოძია ბურთით. წააქციეს კიდევ ერთი დარტყმა ძლიერი, ისე ვიცავენ თავს ესპანელები. Wait. გამოვიტანეთ, ოღონ ვეღარ ვხედავთ ბურთი, აი გამოჩნდა როგორც იქნა, დააგვიანა ოპერატორმა, გაყოლოდა ბურთს. Wait. უციშვილი და არეკნი მოამზადეს, დაარტყეს და გაიტანეს. ეს იყო ლაშა ხმალაძის თუ არა, მე მგონი ლაშა იყო მართლა ლაშა იყო. მე მგონი ლაშა იყო, ვაჩვენებენ 10 ნომერი. ხო, ისე იგი ასისტენტმა დაუზახა რეჟისორს რომ 10-მა გაიტანაო და იმან 15 აი არა მეყოს დაურტყა. არაფერი რას ვერ შით კვირიკაშვილს დაურტყავს. პოზიცია ისეთი ეკავა, მეგონა რომ ლაშა იყო, მაგრამ არა, კვირიკაშვილმა გაიხსენა თავის ძველი პროფესია და ხელობა 10 ნომრის თამაშისა, დროულად მოამზადა დარტყმა და ანგარიშიც გახდა უკვე 9-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ცენტრიდან განაახლებენ მასპინძლების შეხვედრას. მერაბ კვირიკაშვილი დღეს მოგროვებული 9 ქულისავე ავტო. No. შეგი როგორც ეგენი ბძალებენ რესალტო გაიტანა ახლა. თავიანთი ტერმინოლოგია აქვთ. ოღონდ განსხვავდება ესპანური არგენტინულისგან. No, you were nowhere near it. You were არგენტინული უფრო ინგლისურის კალკია ბევრი არგენტინულში და ამათ ბევრი რამე ნათარგმნი აქვს არგენტინელებისგან განსხვავებით. 29 წუთი, 3 გოლი, 2 ჯარიმა და 1 არეკი. მაგრამ ლელო გვინდა. და პირველი ცვლილება 16 ნომრით მარკო პინტო გამოჩნდა ესპანელების შემადგენლობაში და ვინ ტოვებს ყვაჭმა უნდა დატოვოს ხოლმე რიგით. არა ხესუს მორენო ყოფილა, ანუ ბურჯი გაიყვანეს 3 ნომერი ისე დაიღალა, რომ უკვე გამოსაცვლელი შეიქმნა 30 წუთის მერე, მაგრამ მერე შეუულია დაისვენოს და ბაჩის ბოლო 20 წუთი რომ მოატანს ვიღაც პირველ ხაზელი დაიმტრება და იმის მაგივრად შემოვა. შეიძლება ასეთი რამეც მოხდეს, ხუციშვილია ბურთით. აი სიდნეის 2000 და ავსტრალიის ნაკრები მაგ სტრატეგიას იყენებენ სისტემატიურად და ურცხვად. კიდევ ერთი კარგი შეტევა. გორგოძე, ხუციშვილი, მარცხენა ფრთა და ისევ ტექნიკური წვენი. ჯაბა ბრეგვაძე იყო თუ არ ვცდები ვინ შეეხო, განმეორებით ნახოთ ახლა
Okay. არა, ეს იყო ლევან ჩილაჩავა, მას ოდნავ ხელზე მოხვდა ბურთი, წინ გადაუვარდა და რა თქმა უნდა ეს რაგბიში წესის დარღვევაა. Time. მოკლედ უკვე ტერიტორიული უპირატესობა აშკარად ჩვენ მხარეზეა, ყველაფერი იმით ნახევარზე ვართ, ბოლო 10 წუთია, 9 ქულას ვიგებთ. რაც კარგია რა თქმა უნდა. აქვე მოვიგეთ შერკინება და ესეც კარგია. და იმათ ბურჯის შესაძლებელი ეს ჩვენებიათ ძველი შერკინება, რომელიც მოვიგეთ და შემდეგ რომ ის ყველაფერი კვირიკაშვილმა არ ეკნით დაამთავრა. აქ პაუზა. Okay. და საათი გაჩერებულია. აი ხლა თუ წავა საათი, ვიწუნებთ რომ აბსოლუტურად სწორად მუშაობს. ვაჟა ხუციშვილი, სხვილი ხედით თქვენს ეკრანზე, რუსთავის სარაგბო სკოლის აზრდილი მორაგბე და მორაგბის შვილი. ბორჯღანოშლის შვილი. ამ დროს რუსეთი რო დავამარცხეთ 1998 წელს, ერთ-ერთი 9 ნომერი მამა იყო ზაზა. ანუ ნიკორა შინაური. თიკუნით. წამოდგა შერკინება, ახლა ვის დაბრალდება არ ვიცი და Knock on white. ჩვენ გადაგვივარდათ თორემ ბურთი. თუმცა იმათ ჰქონდათ. Knock on number 9. 9 ნომერს გადავარდნია წინ. Just straight, yes, straight. ყველაფერი ეს ხდება ესპანელების ლელოსთან ახლოს, სადღაც 8-10 მეტრის მოშორებით. Straight. და ისევ პაუზა. ამჯერად 6 ნომერს მეტ ქუქს წამლობენ, ვეტერანია უკვე 35 წლის არის. და ინგლისში თამაშობს ერთ-ერთ ქვედა ლიგაში. მაგრამ ესპანეთშია ნაცხოვრები 3 წელი როგორც ჩანს, ამის წინაპრისნობა აქვს იმასაც. Stop. უფრო ნაცხოვრებია და ნათამაშები. და მე ინგლისში გაბრუნდა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებში რადგანაც უკვე ითამაშა, აგრძელებს ამ კარიერას. და ეხლა იქნება მორიგი თათბირი და სემინარი. Right, please listen. We have 6-7 scrums and too many penalties. Yes? 2-3 times the ball has come out of the scrum. We must drive straight, not up. All 6 of you are driving up. 6 თუთში შეკინება გავათამაშეთ აქამდეო და ბურთი სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერ გამოვიდაო და Real is legal, no problem. პირდაპირ დადგებით დადექით და ერთმანეთს მიაწექითო. გასაგებია სურვილი ეგ არის და იდეაში ეგეც უნდა იყოს, მაგრამ ვერ დგებიან ისინი და უკან არიხევენ. აბა ვნახოთ შეგონება გაჭრის თუ არა. Crouch. აი შეიკრენ პირველი ხაზები, ახლა უნდა მიაწვენ, აი ყველაფერი კარგად არის, შეაგდეს. დატრიალდა შერკინება, ბურთი ესპანელებს დარჩათ, მათი 10 ნომერი მალიე ბურთით. ბურთყამს წინ. აქ კი ვინ არის მაჩხანელია ჩვენი კაპიტანი. თვითონვე წამოიღო, თვითონვე დაეჯახა, შეინარჩუნა ბურთი, გამობრუნდა დადო მიწაზე ჩვენ მხარეს, ხუციშვილმა გამოიტანა. ისევ მარცხიდან ცდილობთ უპირატესობის მოპოვებას, ჟვანია ბურთით და ჩილაჩავა. ანუ 40-ზე არის თამაში ახლა 40 მეტრის მიდამოში. ვიყავით 5-ზე და იმ გარწყმის შედეგად გადმოვედით 40-ზე. აი ჩაჭერეს ახლა ეს თითქოს ტალმა მიგზნო. ჩაჭერეს რა თქმა უნდა აქ უკვე მათმა 13-მა ნომერმა სესარ სენტერენ შეძლო შეეტანა ბურთი სტუმართა ლელოში. განმეორებით ნახავთ ამ ეპიზოდს და გამახსენდა 2007 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთი. მაჩხანელის მიერ შკინინის მიერ ჩაჭრილი ბურთი და ლელო. ესეთი ლელო მგონი კარგახანი არ გაგუშვა. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს ასეთი ლელო ჩვენთვის დაედოთ. არა, ესპანეთმა დაგვიდა 2 წლის წინ, სუსტად ეგეთები დაგვიდეს სულ. რატომღაც არ მახსოვს. 2 წლის წინ მაშინ აი ხლა მადრიდში 2 დადო სემპერემ და 1 მადრიდში.
პელუშონმა დაარტყა, გაიტანა 9-7. ნუ რა თქმა უნდა 35 წუთზე ერთ სათამაშო ქულამდე შეამცირეს ანგარიშის სხვაობა მასპინძლებმა. ჯერჯერობით წინა ვართ, ოღონდ ვართ 9-8. 5 წუთზე მეტია დარჩენილი პირველი ტაიმის დამთავრებამდე. ხმალაძე შაუჭრეს. კარგი პოზიცია ეკავა და მიხვდა რომ გამოიცნო უბრალოდ პასის მიმართულება, აიღო ბურთი და მას ვეღარავინ დაეწეოდა. განახლდა თამაში. აი მარაგი გამოგვეცალა ხელიდან, ეხლა 2 ქულით ავარ წინ, მეტით არა, მაგრამ უნდა გავაგზავნოთ 2 ქულით 9-7 ანგარიში. მე ტაბლო შევხედე და იმიტომ შევცდე. არა შეგვიძლია თავი ნუ და აი ახლავე შეიძლება ყველაფერი მაჩხანელი შებოჭეს. არა ბურთს ისევ ვაკონტროლებთ. კარლოს სპენსერისთვისაც ჩაუჭრიათ და ქვეით კუპერისთვისაც. მაგრამ დიდი ვერაფერი ნუგეში არ არის ჩვენთვის. ვერა. და ჯარიმა, გვერდიდან შესვლისათვის. განმეორებით ეს ეპიზოდი, მე გეკითხეთ რომ ტრანსლაციის სპონსორია ლუდი ნატახტარი. აი ეს ბოჭვა 14 შებოჭა. ჩვენი ირაკლი მაჩხანელი მარკო ოჟი იყო. აი ისაა თქვენს ეკრანზე. 9-7 ასეთია ანგარიში ამ დროისათვის. აი 5-7-ია დაგვიწერეს ზუსტად მათი ტელევიზიაც ითვლის ჯარიმებს. კარგა ხანია ჯარიმა არ ყოფილა სხვათა შორის აი აქამდე. ბოლო 10 წუთი აღარ იყო ჯარიმა. On the floor, yeah? 1, 2, 3. Look. და 16 ნომერი პინტო აგდებს დერეფანში ბურთში. მოიგეს და დაიწყეს ფეხით დაკიდეს იქ სარიელი ადგილი არ არის მართალია დაკიდეს ბურთი მაგრამ ამ ზონას კარგად აკონტროლებს მერაბ კვირიკაშვილი დაეუფლა ბურთს შეუტიეთ ხუციშვილმა გამოიტანა ისე ფეხით დაარტყა კვირიკაშვილმა ძლიერად აი ახლა იმ ღია ზონაში მაგრამ არა იქაც ადგილზე დახვდა მასპინძელთა ხაზის მოთამაშე დააბრუნა საქართველოს ნაკრების მოედანზე ესე ფეხით დარტყმები გავცვალეთ ბურთი ისევ ჩვენა გვაქვს ჩვენს ნახევარზე ვართ და აი კიდევ ერთი დარტყმა მაგრამ ბურთი გადაცდა პირით ხას აი ლელოში შევიდა დადებენ 22-დან განაახლებენ შეხვედრას მასპინძლები აი ხლა სიმსიბაძემდე მივიდა საერთოდ შეტევაში ბურთი ჯერ არა არა 4 იქითაფთამდე მჭედლიდას ერთხელ ქონდა როცა თავისი ფრთიდან წამოვიდა და აქეთ დაკრა შარიკაძემდე მივიდა ორჯერ თუ სამჯერ მაჩხანელმაც ორჯერ წამოიწყო შეტევა ორი ეპიზოდი ქონდა ოსტა მეტრამედა წუთია offside თამაშგარეო განაბსაჯმა no that's not important me Trezi media 3.5 აი ბოჭვის დროს ხუციშვილს გადაუვარდა ბურთი წინ და მის წინ დგომა ჩვენიანმა აი წესია თუმცა ბევრჯერ გვითქვამს რომ უსწორო წესია ეგეთ დროს უფრო შეტკინება სამართლიანი წესია შესაძლებელი მაგრამ ამ მომენტში ეს მოქმედებს და ბევრი გუნდი ძალზე მუხტლად იყენებს აი ამ წესს line ასეთი საკმაოდ ძალისმიერი ბოჭვა იყო ვაჟა ხუციშვილი შებოჭეს მაგრამ კიდე კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა they are the line სანტიაგო სანტოსი ესპანელების მწვრთნელი ესპანელებმა მოიგეს თავისი აუტი ორი ხელით ჩამოიღეს მაგრამ ჯერჯერობით საჯმა რა ხეირს ათამაშებს ხეირს ათამაშებს ფეხით დაკიდეს სახიფათო ზონაში დაეშვა დაიჭირა ელიშენი დაეფლა ბურთს შეიტანა კიდეც და 12-9 ეს იმას ნიშნავს რომ ტაიმი წავაგეთ ორი ლელონ ერთი შემთხვევითობის ფაქტორი, როდესაც ჩაჭრა 13 ნომერმა სესარ სემპრემ
ხოლო მეორე აი ეს ამ წუთში დადებული ლელო ეს კი მომზადებული ნახეთ გაათამაშეს ძალიან კარგად მათ მასპანომერმა ფეხით გადაკიდა სადაც ზუსტად დახვდა და ხელში ჩაუვარდა მატიო პელიუშონს ბურთი რომელმაც შეიტანა ლელო საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანზე და ანგარიში მასპინძლები დაწინაურდნენ აი ორნი იყვნენ იქ ჩვენები და ვერც ერთი ვერ აუხდა He has 90 seconds. Back you go. მაჩხანელი და კვირიკაშვილი ვერ ახტნენ ვერ აიღეს აბრაგანი. კვირიკაშვილმა წინა მატჩში დასაწყისშივე ის აბრაგანი ვერ აიღო და რუსებმა დაგვალელოვეს იქიდან. 14-9 იწურება ტაიმისათვის განკუთვნილი დრო და ახლა ყველაფერი დარჩენილ 40 ან 43 წუთში უნდა გადაწყდეს. ცენტრი და განვაახლეთ შეხვედრას. ალბათ აქ 2 წუთი კიდე იქნება სათამაშოდ, ანგარიშია 12-9. აი გქონდა ძალიან კარგი ეპიზოდი, სადღაც 10 წუთის წინ, როდესაც მივეძალეთ და აი არეკნით რომ გავიტანეთ, იქ ლელო შეგველო დაგვედო, რომელიც ძალიან წაგვადგებოდა, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და აი ახლა მათაც უხეიროდ დაარტყეს ბურთი ჩვენ დაგვრჩა. დრო გაწიწდა და შეიძლება ამ ტაიმის მოგება. კიდევ თამაში არის ბოლო. თავარია ბურთი არ დავკარგოთ და წესი არ დაირღვეს თამაშისა. ნუ მაქსიმალურად შეეცდებიან ბურთის კიდეზე გადატანას მასპინძლები, არა ისინიც ხელდახელ ათამაშებენ ამ ბურთს. საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყეს და ასევე აგზელებენ ესპანელები. ოდნავი ჩავარდნა ჰქონდათ ტაიმის შუაში, რითაც ჩვენ ვისარგებლეთ, მაგრამ აი ტაიმის მიწურულს მაღალ ტემპში თამაშობდნენ მასპინძლები. აი მკვირკაშვილმა კიდევ მოისროლა ის გადაკიდებული ბურთი. ტაიმი დამთავრდა 14-9. შეხვედრას იგებს ესპანეთის ნაკრები. 10 წუთი შევისვენოთ და შემდეგ ნახოთ მატჩის მეორე ტაიმის პირდაპირ რეპორტაჟი. ვაგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს მადრიდიდან უნივერსიტეტის სტადიონზე. წუთი-წუთზე დაიწყება მატჩის მეორე ტაიმი ევროპის 1000-ის გათამაშებისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოს წინა ტურის შეხვედრა ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 14-9 მასპინძელთა სასარგებლოდ. მე ჩაგიკითხავთ გუნდების შემადგენლობას და შემდეგ უკვე შემოვლენ გუნდები მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისად. ზურაბ ჟვანია 1-2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 მამუკა გორგოძე, 8 გიორგი ჩხაიძე, 9 ვაჟა ხუციშვილი, 10 ლაშა ხმალაძე, 11 თამაზ მჭედლიძე, 12 მერაბ შარიქაძე, 13 თედო ზიბზიბაძე, 14 ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანი, 15 მერაბ კვირიკაშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. მასპინძლები გამოჩნდნენ უკვე მინდორზე. ისინი ასეთი შემადგენლობით არიან: ფრანკ ლაბე 1, ბენია ოსკის 3, 2 ხესუს მორენო თამაშობდა 3 ნომრით, რომელიც მარკო პინტომ შეცვალა პირველსავე ტაიმში, მე-16 ნომრით, შემდეგ 4 ანიბალ ბონანი, 5 ხესუს რეკუერდა გუნდის კაპიტანი, 6 მეტ ქუკი, 7 გოტიე ჟიბუენი, 8 ფედერიკო ნეგრიო, 9 გიომ რუე, 10 შარლი მალიე, 11 პიერ ბელზიუნსი, 12 დანიელ სნი, 13 სესარ სემპერე, მარკო პოჟი 14, 15 მატიუ პელიუშონი. სესარ სემპრემ და მატიუ პელიუშონმა შეიტანეს ლელოები პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანზე. ეს მათი მეოლე ლელო ნახეთ ახლა ტაიმის მიწურულს გატანელი გუნდის მთავარი მწვრთნელი მასპინძლებისა სანტიაგო სანტოსი გახლავთ. ამრიგად 14-9 პირველი ტაიმის შემდეგ ცენტრიდან სტუმრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები დაიწყებენ შეხვედრას. ეს იყო სასტარტო შემადგენლობები, რომელიც მე წაგიკითხეთ. ნახავთ თუ არის რაიმე შეცვლა და ამასაც მოგახსენებთ. გეტყვით რომ საქართველოს ნაკრებში სადარიგში ყავთ დღეს ბექა წვიკლაური, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე, შალვა მამუკაშვილი, კახა ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, შალვა სუთიაშვილი, გივი ბერიშვილი.
ცენტრიდან იწყება მატჩის მეორე ტაიმი. მერაბ კვირიკაშვილმა დაკიდა მაღალი ბურთი და იქვე სასტვენიც. დღევანდელი შეხვედრის მსაჯი გახლავთ უელსელი რეფერი ნილ ჰენესი, თანამსაჯები გრეგ მორგანი და ჰიუ ლუისი. აგერხლა მსაჯმა შენიშნა, რომ კვირიკაშვილი რო არ ტყავდა, მანამდე გაიქცა ვიღაცა, იმან გადაკვეთა ცენტრის ხაზი, ადრე გავიქეცით, მოკლედ იმ ბურთის ასაღებად და ამიტომ ესპანეთს შეძლო ეთქვა გაიმეორონო, მაგრამ ეგეთი რამე სამოყვარულო რაგბში თუ იყო, ან სახალისო რაგბში აიღეს შერკინება. თუმცა ეს შერკინება შეიძლება ძალიანაც რო ხელს არ აძლევდეთ. აბა ვნახოთ. გეტყვით აქვე, რომ ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი მიმდინარეობს ასევე რადიო 2 FM 100.9. შერკინება მოიგეს, ფეხით უხეირო დაარტყეს ჩვენს ნახევარზე. კვირიკაშვილი დაეუფლა, გადაკიდა ბურთი წინ იქ იმ ზონაში, სადაც არავინ უნდა იყოს და ბურთმა გადაკვეთა კიდის ხაზი. ძალიან კარგი აუტი. საერთი ჩავრთეთ, მეორე წუთი იწყება ახლა მეორე ტაიმისა. 9 ქულა ჩვენ 2 ჯარიმითა და 1 არეკნით მოვაგროვეთ, ხოლო მასპინძლებმა 14 ქულა 2 ლელოთი და 2 რეალიზაციით. ასეთია პირველი ტაიმის ანგარიში. ჯერჯერობით ტაბლოზე არ ჩანს ტაიმერი, ეკრანზე არ ჩანს ტაბლო და ტაიმერი. აღარც ეგარ ჩანს და აღარ საჯის რეპლიკები ისმის, მაგრამ აი იმისათვის რომ მოკიდეს ხელი და ჩამოაგდეს ამ მყდარი კაცი, ამიტომ დაჯარიმდნენ ჩვენები დერეფანში. ხოლო ტრიბუნების ხმა შემოდის, ეგრეთ წოდებული ინტერშუმით, ხოლო აი ეს კომუნიკაცია დაირღვა, რასაც ტაიმერისა და ტაბლოს გამოსახულება და საჯის ხმა ქვია. აქ როგორც ჩანს ტრავმა მიიღო, მაგრამ არა უმნიშვნელო. არაფერი მნიშვნელოვანი არ არის, აუც მასპინძლები ააგდებენ. ბენია ოსკი მოიგეს აუტი, შეკრეს მოლი, დადგნენ 24 კილოთი მძიმე არიან თავდამსხმელები ესპანელებისა ჩვენ თავდამსხმელებზე, ანუ 8 ჯამური წონა იანგარიშება და აქ სხვაობა 24 კილოგრამია. სასტვენი კარგა ისმის, რაც გასახარია. აი ხლა ცოტა მსაჯმას დაგვიბრუნდა. აიმათ მოლი შექმნეს და 5 წამის განმავლობაში რადგანაც ვერ გამოიტანეს, ამიტომ ჩვენ გადმოგვეცა ბურთი. Everybody has an opinion. I'm not interested. დიდი პაუზა იყო ბურთის გამოტანაში და დაჯარიმდნენ მათ გიომ რუემ დაარღვია თამაშის ეს წესი. აი ხლა რუე ედავება და მსაჯმა უთხრა რომ შეიძლება შენი აზრი კონდეს და მე საერთოდ არ მაინტერესებსო. 5 წამი რო ვერ გამოიტანეთ, ამიტომ ბურთი ჩამოვარდით. Set. ხუციშვილი შეაგდებს ბურთს შერკინებაში, შერკინება მოვიგეთ, მივაწექით, ბურთი ჩვენია, იქ მოეხსნა ჩხაიძე მისცა ხუციშვილს, ამ უკანასკნელმა გააგრძელა პასი ბურთით იყო შარიქაძე. ჩვენი შეტევა გრძელდება და ახლა მთავარია რომ აი ეს აკრეფილი ტემპი მეორე ტაიმში უნდა შევინარჩუნოთ და უნდა მოუმატოთ კიდეც, იმიტომ რომ ვაგებთ პირველი ნახევრის შემდეგ 9-14 ანგარიში და კიდევ აი კარგი მიძალება, კარგი გაგრძელებაც მარჯვენა ფრთაზე, კარგი შეტევა, ძალიან ახლოს ავართ მიზანთან და თედა უტევდა ზიბზივაძე, აი როგორც იქნა მიაღწია, მაგრამ ბურთს ეხლა გორგოძე წააქციეს ბურთი შევინარჩუნეთ, გამოიტანა ხუციშვილმა, მარჯვნიდან მარცხნივ უფრო ცენტრისკენ გადავიტანა შეტევის აქცენტი. 25 მეტრი. ისევ ხუციშვილი და ისევ გორგოძე. ჩხაიძე უტევდა მარჯვნივ მერე. აი 4 ფაზა წინ ვერ მივდივართ, უბრალოდ წინ ცოტათი მივდივარ და ხას ვერ ავჭრით ვერაფრით. კვირიკაშვილი და ესეთი უზუსტო პასი და მაჩხანელს გაუვარდა ბურთი. ერაკლე მაჩხანელს დაუვარდა ბურთი წინ. მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თქვენს ეკრანზე, ახალზელანდიელი სპეციალისტი და ეს კვირიკაშვილის პასი, რომელიც ვერ აიღო კარგად ირაკლი მაჩხანელმა, ბურთი წინ დაუვარდა, შერკინება დაინიშნა. 4 წუთი მეორე ტაიმის
დაწყებიდან იწურება 14-9 არის ანგარიში ესპანელების ანუ მასპინძლების სასარგებლოდ. შეგახსენებთ რომ ეს არის ევროპის 1000-ისგან მსოფლიო 1000-ის შესარჩევის ბოლოს წინა ტური ესპანეთსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი მადრიდში უნივერსიტეტის სტადიონზე მიმდინარეობს. რუეში აგდებს შერკინებაში ბურჯს. ესპანეთს გამოცვლილი აქვს ყავს ერთი ბურჯი, სხვა 3 ნომერი დგას და წამოდგა ეხლა. თუ გამოვა ბურთი არ გაჩგზელებს, არ გააჩერებს საჯითამაშ, ესეც მოიქცა და აგერ გადმოგვიყიდეს აქეთ. წამოსაღები გვაქვს ხელით. კვირიკაშვილი. აჩხანელი. დაუხდნენ კარგად. ცენტრის იქით აღარ გადაუშვეს. ძალიან კარგად თამაშობს ესპანეთი დაცვაში, იმიტომ აი ისეთი ბოჭვები აქვთ. ტრანსლაციის სპონსორია ლუდი ნატახტარი. Vantage 4 from the side. Vantage. Side entry number 4. Side entry. გვერდიდან შევიდა მათი 4 ნომერი. გორგოძე ბურთი თვითონვე შევიდა. 3 ესპანელ შორის მოექცა, წაიქცა, მართალია ბურთი არ და ბრეგვაძეს აქვს და არ დაგვიკარგია. ბრეგვაძეს დასცეს ის, მაგრამ ხუციშვილმა გამოვიტანა და კიდეს კარგად ფეხით, მაგრამ არა. ალალზე დაიჭირა პელუშონმა სასწრაფოდ გაათამაშა, წამოიღო, დაგვირთხა იქ ზურგში, იქ არავინ არ არის, რადგანაც შეტევაში ვიყავით. უკან ვიხევთ, რომ როგორმე ის ბურთი ავიღოთ ეხლა და ჩვენ წინ გადავკიდეთ. და გადავიდა, მოედანში მოხვდა და გადავიდა. ახლა იქ საათი ჩაერთოთ, გაასწორეს, აი ხლა ნამდვილად სწორია ერთმანეთს შეემთხვევა მათი და ჩვენი საათები, ხან გაუჩერდათ, ხან დაავიწყდათ მერე ჩართვა. მარკო პინტო აგდებს, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს მასპინძლებმა, შეგახსენებთ ხესუს მორენო. მარჯვენა ბურჯი გავიდა თამაშიდან. მაღალ ნახტომში მოიგო ხესუს რეკორდო. ისევ დაგვიკიდეს. შენიშნეს, რომ ჩვენები გადაკიდებ, ჩვენ უკანა სამეული გადაკიდებულ ბურთზე თვათ ყოჩაღად ვერ მიდის. აი ხლა 22-ის გარეთ ვიყავით, მეკომ მოედანს დაუმიზნა, ვერ გაარტყა და კიდე უკან უნდა დავიხიოთ. საიდანაც დაარტყა, იქიდან იქნება დერეფანი. და მილტონი ძალზე უკმაყოფილოა, იქ დიდიე ბესიზის მარცხნივ Change. და ცვლილებები იქნება. 6. 6 ნომერს ცვლიან, ალბათ ესპანელები ცვლიან. Cambiar. 6. 6 არის მეთქუქი, რამდენჯერმე უწამლეს პირველ ტაიმში და ეხლა სხვა შემოდის. მესამე ხაზელი ყავთ 18 ნომერი არის დამიან ელგუაენი. ალბათ ის შემოდის. Now they don't even know which number. მაგრამ ეს მეთქუქი არ არის საშკარად. პირველ ხაზს გავდაუხო. 8 ნომერი გამოუცვლია. Off red. ნეგრიო. ჩემი ვარაუდით 18 შევიდა რუის მაგივრად. 16. Straight down on the floor. 16. წაქცეულ მოთამაშეებზე დაწოლისათვის დაჯარიმდა პინტო. Stay up. დავარტყით კიდეზე, კარგად. 4 and 3. 3 and 1. That's 2. აი ჩვენთან ახლა მასობრივი შეცვლები დაიწყო. 16 და 18 ანტონ ფეიქრიშვილი და შალვა მამუკაშვილი შემოვიდნენ მოედანზე. ჯაბა ბრეგვაძისა და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად.
ამრიგად მიტონ ჰეიგმა 2 მორაგბე შეცვალა საქართველოს ნაკრებში, შალვა მამუკაშვილია მე-16 ნომრით და ანტონ ფეიქრიშვილი მე-18 ნომრით ჯავა ბრეგოლისა და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად. დავატრიალეთ მოლი მშვენივრად, აი გორგოძე კუჩი აკონტროლებს ბურთს და მიიწევს ძალიან კარგად. ვიარეთ, კიდე ვიარეთ, უკვე ხელი გაიშვირა მსაჯმა, 16-ზე ჯარიმა იყო. ჯარიმა გვერდება ნებისმიერ შემთხვევაში და შეიძლება გააგდოს. 16. დიახ, 10 წუთი ესპანეთი იქნება კაცნაკლული. Collapse in the mall. მოლის შაქცევისათვის 16 ნომერი მარკო პინტო გაასინბინეს. Touch. აი ხლა რა უნდა ვქნათ, დიახ, კარში არ დავარტყით კიდეზე. ის ჯარიმა ისევ გორგოძია ბურთით. გამეორებით გვაჩვენებენ ამ დროს ალბათ უყველა მივიდა და დერეფანში უნდა ავაგდოთ ბურთი. აი ეს იყო ის ეპიზოდი, როდესაც ჩვენ კარგად შევუტიეთ და სტუმართა გუნდი მარკო პინტომ დატოვა ყვითელი ბარათი. 14 ნირჩებიან მოედანზე, მასპინძლების სწრაფად ავაგდეთ გორგოძეა და გამის ნახევარი ესპანეთი დაესია გორგოძეს. ბურთს ისევ ვაკონტროლებთ. გამოგვიარდა ბურთი, მაგრამ ფეიქრიშვილს ჩაუვარდა ხელში. ისევ ჩვენია კიდევ ერთი ჯახი, კიდევ ერთი დარტყმა, კიდევ ერთი მიძალება. აი ეს ძალიან ძალისმიერი თამაშია. პრაქტიკულად შერკინებაზე გიორგი ნემსაძემ დააკრა. ბურთი სად არის? ჩვენია ბურთი, გამოვიტანა ფეიქრიშვილმა. იქვე მოკლეზე დაარტყა, კიდევ ერთხელ შალვა მამუკაშვილი. ოღონდ 10 მეტრია გასავლელი, ცოტა ნაკლები. აი ნემსაძე მოკლე დარტყმებით მივიწევთ წინ და ეს გორგოძია შესანიშნავად ჩამოიშორა ერთი ესპანელი, მეორე დატრიალდა, შეინარჩუნა ბურთი, ფეიქრიშვილს დარჩა იგი, შემდეგ გამოვიტანა ხუციშვილმა, შემდეგ აიახლა უნდა მოახერხოთ აუცილებლად ლელოს დადება. შარიქაძე და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ლელო უნდა დაიდოს. კიდევ ერთი დარტყმა, ესპანელები იცავენ, მაგრამ 14. გათანაბრდა ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში. აი ასე გორგოძეს ულოცავენ. რა თქმა უნდა გორგოძემ შექმნა, გორგოძემ დაიწყო, გორგოძემ დაამთავრა, რა თქმა უნდა სხვათა დახმარებით. ერთი ლელო როგორც იქნა დავდეთ 53 წუთია და ეხლა კიდე 3 გვინდა რომ ავიღოთ პრემია. 14 Okay? Both teams. 53 წუთზე შევიტანეთ ლელო. იმათ კვაჭი არ აყავთ შერკინებაში, კაცნაკულები იქნებიან და აი გორგოძეს რამდენი ეჭიდავებოდა ერთდროულად და მაინც მოახერხა მამუკამ ბურთის ხაზის იქით გადადება. Take out anybody beyond, they must come through the gate, okay? He's asking me that they're offside. I disagree. You need to be legal as well. Thank you. და რეალიზაცია. Yeah, both teams must be legal, okay? You cannot ask about them if you are not the same. ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა კვირიკაშვილმა და უხეიროდ ეს მან მეორედ ვერ შეძლო კარგი პოზიციიდან გატანა არა და მერამ კვირიკაშვილი ამ საქმის ოსტატია საქართველოს ნაკრებში. აცილა ბურთი მიზანს დასანანია ანგარიში 14-14-ია, ესპანელები ამზადებენ კიდევ ერთ შეცვლას. ხდება ყველაფერი, შეიძლება ვერ გაიტანო, მთავარი არის რომ არ წახდე და გამაგრდა და უფრო ყოჩაღად გააგრძელო თამაში. 80 წუთია. ბრძოლა ყველა შეეშლება, შეუძლებელია რომ შეუცდომლად ჩაატაროთ მატჩი. გეთანხმები სრულიად. ამიტომ ბიჭები უფრო უნდა დაირაზმონ, მით უმეტეს ახლა რომ ლელო დავდეთ. რაღაც შეცვლებიც იქნება. თამაში იგებს გუნდი და აგებს ხოლმე გუნდი. რა თქმა უნდა გაეტანა, მაგრამ ხდება რომ ხანდახან ვერ გაიტანა. და რამდენჯერ გაუტანია ესეთ კრიტიკულ სიტუაციაში.
და რამდენი თამაში მოუგია კი კრიტიკულ ბატონო, ამიტომ ახლა რადგანაც მეკოლმა აცილა, ხვებმა ცოტა მეტი უნდა გააკეთონ, რომ თამაში მაინც მოვიგოთ. ბურთი ისევ ჩვენია. ფეიქრიშვილი. No, good in line. More! ევაწექით. ფრედ 14. ძალიან კარგად დავჯაბნეთ, ძალიან კარგად მამუკაშვილია ბურთით. ვერა და ვერ ხახერხებენ მის შეჩერებას. ძალიან კარგი. ბურთი ჩვენ მხარეს არის. ფეიქრიშვილი. კიდევ ერთი დარტყმა. ხუციშვილი. აიტაცე მამუკა გორგოძე მისევ. ცენტრის ხაზზე ვარ ჩვენ. ხმალაძე, ისა მამუკაშვილი. ხუციშვილი გამოიტანა აქეთ. ხმალაძე. შარიკაძე. გორგოძემ გამოიტანა, შემდეგ საქმეში ჩართეს მემსაძე. Wait. აი ეს კარგია, ხუციშვილი. თამაშობ. და გარღვევა, გარღვევა. გარღვევა იქნება. ლაშა ხმალაძე. 3 მეტრი გადარჩა. უკან გამოვიდა ლელო. მეორე ზედიზედ მეორე ლელო. შესანიშნავია, ჩინებულია. ამას ყველაფერს განმეორებით ნახავთ. ეს იყო გიორგი თხილაიშვილი და ფეხზე წამოდგა ჩვენი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. ლელოების ბალანსი 2-2-ია უკვე, წინა ვართ 5 გულით. აი ნახოთ ახლა ყველაფერი დინჯად და განმეორებით. შესანიშნავად დაინახა აი ეს ღრეჭო ლაშახმალაძემ გაძვრა შეუტია, თვითონვე ერბინა შევიდა წითელ ზოლში და დარჩა ბურთი უკან, ბურთს დაეუფლა გიორგი თხილაიშვილი და ისღა დარჩენოდა ბურთი ლელოში გადაედო. ამრიგად წინ გავედით ანგარიშში. აი ხმალაძის გარღვევას ხედავთ, შემოჭეს და რა თქმა უნდა სად უნდა იყოს მესამე ხაზელი, მარბიელი უნდა მიყვეს ხოლმე ბურთიანს და აი ზუსტად იქ იყო. მიყოდა ზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, რომ შეტევა გაგრძელდეს და აგერ თხილაიშვილმა აიტაცა მიწიდან და გადადოლე. ხუციშვილმაც მიიღო მონაწილეობა ამ ეპიზოდში, მან როდესაც წაქცეული იყო ხონაზე ხუციშვილმა ამოუგდო ბურთი თხილაიშვილსა და ახლა კვირიკაშვილი რეალიზაციას დაარტყავს. 21-14, 7 ქულა. 21-14 ანგარიშში წინ გავედით. გვინდა კიდე 2 ლელო, 47 წუთია დღევანდელი მატჩისა ევროპის 1000-სა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა, ბოლოს წინა ტური, ესპანეთი, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი. 3 წუთი გარჩება სინბინს საჯმა შეახსენა. კარგად ვიხეირეთ, 2 ლელო დავდეთ, როცა 14 იყვნენ ესპანელები მოედანზე. და ისეთი ინერცია გვაქვს აღებული, რომ უნდა გავაგრძელოთ. აი ეს ინერცია ტემპი არ უნდა დავკარგოთ, გადაყვეთა ბურთმა. კიდის ხაზი, ძალიან კარგი, აუტი ესპანელების ნახევარზე ხდება. 10 მეტრა წვეტილთან ახლოს. მატიო პელიუშონი. ნელა ხვებით შემოვლენ როგორ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენი მარკაპა იმას აჯობებს ძალიან ბოლო წუთში. ახალ ძალებს შემოიყვანთ, ამ ტემპს შევინარჩუნებს, უფრო აი რომ გამწარდნენ ბიჭები როგორ დაიწყეს თამაში უკვე და ამას გარღვევები უნდა ჩვენი თამაში ვიპოვეთ და რა თქმა უნდა არაფერს აღარ დავთმობთ. კიდევ ერთი შეტევა. გავგანწერული ნახტომით დააბრუნა მინდორზე ბურთი, არ გაუშვა აუტში მათმა ნახევარმცველმა. უკან იხევს ესპანეთი. ესპანეთი აი ახლა იქვე უნდა ვეთამაშოთ 22 მეტრის ხაზთან ახლოს. გორგოძია წააქციეს ბურთიანი ესპანელი, მაგრამ არა ბურთი არ დაუკარგავთ და საბოლოოდ პელიუშონმა დაარტყა წინ ძლიერად ჩვენ 22 მეტრში. აქ 2 მოთამაშეა ჩვენი კვირიკაშვილი ბურთით დაუმიზნა, დაარტყა 22-ის შიგნიდან აუტში. ძალიან კარგი. სადღაც 40 მეტრზე იქნება ესპანეთის დერეფანი და ეჭვი მაქრო შეცვლები მოხდება ახლა მათი. არა, ჯერ სინბინი უნდა გათავდეს და სანამ მოვონი ეს კაცი სინბინში იყო, გამოვიდა უკვე მოედანზე. არა, 1 წუთი დარჩა, ჩამოართვა საჯმა ბურთი. აჰა, იქ რაღაცა გავაკეთე. რადგანაც მეოთხე საჯი მასპინძელია, ცოტა ყალთაბანდობს და უნდა რომ ადრე შეუშვას და არ უშვებენ. არ გასულა ეს 10 წუთი. No, you have a minute. Someone else. ვიღაცებს ხომ უნდა აგდო დერეფანში ბურთი ახლა ის არ არის მოედანზეო.
და ისაგდებს ხუკერს. ორი ხუკერი ყავთ ამ მომენტში, ის ბურჯი გამოცვალეს. ოსკმა აგდო გაათამაშა შემდეგ რუემ და კიდეს წინ ფეხით და ვერ მოახერხა ბურთის დაჭერა გვირიკაშვილმა. აუტი, იქით. აღმოსავლეთ ტრიბუნებისკენ გადაკვეთა ბურთმა გვერდითი ხაზი. ჩვენ 22 მეტრიან ხაზთან ახლოს. ეს ცვლილებას მოხდა იმის გარდა რომ ის გასინვინებული კაცი დაბრუნდა ის ყვითელი უნდა 9 ნომერი გამოცვალეს და პავლო ფეიხო შემოდის ბასკი გუნდის ვეტერანი წინა მატჩებში იყო კაპიტანი და ეხლა წირითადში ვეღარ მოხვდა რაღაც გადანაცვლებები ჩაატარეს და აი ბოლო წუთში შემოიყვანეს. You have time. Yes. The clock is off. Time. დაბრუნდა მარკო პინტო მოედანზე, რომელიც ყვითელით იყო გაძევებული. მან ააგდო აუტი, ორი ხელით კარგად მოიგო გუნდის კაპიტანმა რეკუერდა. ესპანელები აკონტროლებენ ბურთს. მათი თავდამსხმელები, მათ მხარესაა ბურთი. აი ფეიხო ადგას იქ და უნდა რომ ამოიღოს ის ბურთი, ამოიღოს ზედახორიდან. შარიკაძეზე მივიდნენ ყოჩახ და დაუხვდა მერაბი. მარცხნი უტევენ, პელუშონი. კარგი ბოჭვა, შესანიშნავი ორი ბოჭვა ზედიზედ, მაგრამ ისევ ესპანელები არიან ბურთით. ბურთი ჩვენ ჩაგვევარდა ხელში საბოლოოდ, არა ზუსტი. ძალიან რისკიანად ითამაშეს და თან ისეთი რაკურსით გვაჩვენებდა რომ ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა. სულ ოფლოუდების კორიანტელი დააყენეს. გივიბერიშვილი შედის მოედანზე და შეცვლიან ნახოთ ეხლა. ჩხაიძეს თუ შეცვლიან როგორც უფრო ვეტერანს და დაღლის თუ თხილაიშვილის გამოცვლიან. თედო ზიბზიბაძე გაერკვა ყველაზე უკეთ ამ არეულ სიტუაციაში და მან დაარტყა ბურთი აუტში. ესპანელები ააგდებენ, ააგდეს, ისევ კაპიტანმა მოიგო. ბეგაძე შევიდა 9 ნომრად, 20 ნომრად შევიდა მესამე ხაზში შევიდა ბერიშვილი. და სათამაშო 18 წუთი. 21-14 ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობს მეორე ტაიმი. ჯერჯერობით დარჩენილია 20 წუთი მატჩის დამთავრებამდე და აი ამ ტემპს როგორ გაუძლებენ ესპანელები, ეს ძალიან მაინტერესებს. That's good, no problem. Away. აი რას ნიშნავდა არ ვიცი რა და განივი ალბათ განივი გადაადგილებებიო. ალბათ გულისხმობენ ბურთის შეთამაშებას. ჯარიმდება ესპანეთი ბოჭვაზე. He cannot move if this man is on top of him. Away. Isolated player. ეხა მოთამაშე ჩვენს ალყაში მოექცა, არავინ არ მოეშველა, შესაბამისად რაღაც რაკი იყო, არაფერი ბურთს არ გაუშვა ხელი, ხოლო ვინმე ახლო რო ყოფილიყო და რომ მიშველებოდნენ, საჭი დააცლიდა გამოტანას. Good discipline, keep it up. აბა უნდა დავაკვირდეთ და ეგრეთ თუ ამოვიცნობთ ვინ არის. აგერ სუთიაშვილი შემოსულა 19 ნომრით, იმავე პაუზაზე მოხდა როგორც ჩანს. შეიძლება ვინმე მეორე ხაზელი შეიცვალა. შერკინების დროს კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი. კი ფეიხო ეთყობა ძალზე უყვართ, მათი ვეტერანია და ხშირად გვაჩვენებენ. რეჟისორმა და ოპერატორებმა იციან ვინ არის. მამუკაშვილი ააგდო ჩამოხსნა სუთიაშვილმა ორი ხელით. შევქმენით მოლი. ბერიშვილი აკონტროლებს კუჩში. აგერ სუთიაშვილი სად არის აწეული მოლში და ვერ ჩამოდის იქიდან. Okay, no. Scrum, white ball this man just for safety. No problem. უსაფრთხოების გულისთვის გაგვიჩერა მოლი რომ სუთიაშვილს რამე არ მოსვლოდა იქ აწეულს და მოგცა ჩვენ შერკინება. White ball. No problem. Accident.
კი ბატონო, აი ახლა ესე იგი მარჯვნივ დგას ბერიშვილი, მარცხნივ დგას სუთიაშვილი, მეორე ხაზელები თავის ადგილზეა, გორგოძე დგას უანომრად. ანუ მოედნიდან გასულან ჩხაიძეც და თხილაიშვილიც, გორგოძე გადავიდა 8 ნომერზე და ახალი შემოსულები დადგნენ ფრთებზე. ბეგაძე შეაგდებს შერკინებაში ბურთს. ჩვენი შემდეგი დარტყმა, ბეგაძე ისევ. კარგი შეტევა მიქაუტაძე ბურთით. თვითონ ვეფლობს დადომიწაზე გამოვიტანა ბეგაძემ ბურთი. ხმალაძე კიდევ ერთი დარტყმა ფეიქრიშვილისა. იქვია ბეგაძე ისევ გამოვიტანეთ ბურთი და მარცხენა ფრთიდან გვინდა უპირატესობის მოპოვება. სასტვენი წინ პასი იყო. წინ პასი იყო კვირიკაშვილმა ოდნავ წინ მიაწოდა მაჩხანელს და კიდეზე დაუბიჯებია თან ფეხი. არა, კიდეზე დააბიჯა აუტ. Go on, Matt. You got a sub or? თათბირობენ და შეიძლება რაღაც ტრაუმის გამოც არის პაუზა. Trainer. 65 წუთია გასული, ლელოებით 2-2. Can you hear Martin when he talks? ქულებით 21-14 საქართველოს სასარგებლოდ. ორჟღალოსნები მადრიდში ამარცხებენ ესპანელ ლომებს. მაგრამ ჭირდება კიდევ 2 ლელო, რომ წყნარად დამშვიდებული ვიყოთ რუმინეთთან. რაში არის ახლა საქმე? ის რომ რუმინეთი თუ ვერ დავდეთ მე 4 ლელო, რუმინეთი იქნება 1 ქულით წინ. თუ იმ მატჩს მოუგებთ, მაინც ჩემპიონები ვართ და პირველ ადგილს ვიკავებთ, მაგრამ სასურველია რომ წინ ვიყოთ ქულების სხვაობით. და რუმინეთმა იდარდოს და იფიქროს იმაზე, რომ ფრე მას არ აძლევს ხელს და არა ჩვენ ვიფიქროთ ექვეცნობიერად. რაღაც მცირე უპირატესობა, ნახევარი ნაბიჯი წინ ვიყოთ იმ გადამწყვეტი რკენის წინ, თორე ისე ვიცით რომ შეიძლება არაფერში არ გამოგვადგეს ქულები, გავიდეთ და უბრალოდ მოვიგოთ. თუნდაც 1 ქულით, თუნდაც 9-ით, გინებავთ 15-ით, რა ვიცი, 1 ქულით მოგება კი ისე ყველაზე ტკბილია. ეგ ყველაფერი 15-ში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების წლევანდელი გათამაშების ბოლო შეხვედრა ფინალური მატჩი, ასე დავარქმევდი მას, თბილისში 15 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ვაკეში მატჩი, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე ევროპის 1000, რომელიც ჩვენია, ჩვენ ვერ უნდა დაგვრჩეს, ანთიმოზივერიალის 1000, რომელიც ჩვენია, ჩვენთან უნდა დავიტოვოთ, ორივე გუნდი გასული ვართ სოფლიო 1000-ის გათამაშების დასკვნით ეტაპზე, მაგრამ ჩვენი მიზანია C ჯგუფში თამაში და სწორედ აი ამდენი დატვირთვა ექნება 1 კვირის თავზე შეხვედრას თბილისში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს შორის შესანიშნავი შეტევა. ძალიან კარგი ამჯერად მარჯვენა ფრთიდან ბურთი გადმოაგდეს, მაგრამ სასტვენია მეგონი ჯარიმაა ჩვენ სასარგებლოდ თამაშგარესათვის. 15 წუთზე ოდნავ მეტი მატჩის დამთავრებამდე 21-14 ჩვენ სასარგებლოდ. აქვე გეტყვით შევახსენებ მათ, ვინც გვისმენ და ვინც ახლა ჩაგვერთო, რომ დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმართა. რუსეთის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა 34-18 სოჩში, ხოლო რუმინეთმა კონსტანცაში მოუგო 29-10 ბელგიის ნაკრებს. ხოდა ახლა აი რჩება 14 წუთი მარადი დილემა დავარტყათ თუ გავათამაშოთ თუ კიდეზე გავგზავნოთ. არ არის თამაში მოგებული ჯერ. ამიტომ ჯობია მართლა დავარტყათ, მერე იქნება კიდევ დრო 12 წუთი რჩება. ის რაც რეალურია, შენი უნდა იყოს. 10 ქულიანი მარაგი შევქმნათ, იმიტომ რომ თავიდან 9 ქონდა და მერე დავფრანგეთ და სად აღმოჩნდით ყველა მნახა. ამიტომ მოდი შევქმნათ 10 ქულიანი და მერე ვითამაშოთ იმ ბოლო ლელოსიც. თუმცა შეიძლებოდა გარისკვა და კიდეზე დარტყმა კუთხეში. არის 10 ქულაა სხვაობა. 10 ქულაა სხვაობა. მერაბ კვირიკაშვილი 24-14 დაგერ ქართველი კომაგები ხედავთ. ესპანეთში მრავლად არიან ქართველები, ზოგი სასწავლებლად არის, ზოგი სამუშაოდ და რა თქმა უნდა, როცა გაიგებენ რომ მათი აი ქვეყნის ესეთი საამაყო გუნდი
მათ ქვეყანაში ჩამოვიდა, სულ ყოველთვის მოდიან ესეა ხოლმე გერმანიაშიც, ესეა პორტუგალიაშიც და ბელგიაშიც. კი ბატონო, კომაგები ყოველთვის მრავლად აყავთ ჩვენს ბორჯღალოსნებს, გასული თამაშებზე და რუმინეთმა უკაცრავად აი ესპანეთმა დაარტყა ცენტრიდან დაიწყო მოედნის გარეთ დაეცა მათი დარტყმული და ამიტომ საჯმა გკითხა რა გინდათო ჩვენ ცენტრში ავიღეთ რა თქმა უნდა შერკინება. თორმეტ წუთზე 21 მატჩის დამთავრებამდე. საკმაოდ დაძაბული გამოდგა დღევანდელი შეხვედრა. 21, please. კახა ასეიშვილი ყავს კიდე რეზერვში, ლაშა მალაგურაძე და ბექა ციკლაური სათადარიგო უკანა ხაზელები არიან. ბექები. ხუთი შეცვლა გამოყენებული გვაქვს. ესპანეთს ჩვენი თვლით ამ მომენტში 3-ია გამოყენებული და კიდე 5 შეუძლია შემოიყვანოს. შერკინება მოვიგეთ, მივაწექით. ბეგაძე. მოკლეზე წავიდა შარიქაძე. თუ მოახერხებს გარღვევას. კარგად გაარღვია, შეინარჩუნა ბურთი ისევ ბეგაძე, ახლა შევაბრუნეთ მიმართულება შეტევისა. კარგათაც მივაწექით. ისევ ბეგაძე კიდევ ერთი მოსინჯვა ძალების. მარჯვენა ფრთიდან კვირიკაშვილი. Still advantage. ხეირზე ვთამაშობთ თან, ჯარიმა იქნება ჩვენ სასარგებლოდ. და იმას ალბათ აღარ გორგოძე და ჯარიმა. Okay, offside here. თამაშგარეზე იყო ესპანელებს და ჯარიმა მათ ხაზი ადრე ამოწიეს. 23 ნომრით შემოსულა მათთან აგუსტინ ორტისი პირველ ხაზელი, ანუ ვიღაც პირველ ხაზელი გავიდა. ეს ჯარიმაც უნდა დავარტყათ. ესპანელებს საერთოდ რაღაც ძველ ტრადიციას მისდევენ ეთყობა და არიცავენ ირიბუს მითითებას თუ როგორ უნდა იყოს სათადარიგოები იყვნენ სათადარიგოები დანომრილი და 23 ნომერი ბურჯია. ტოპ 14-ში ხანდახან ეგრე აქვთ ხოლმე რომ წინათ 22 კაცი იყო გუნდში 23 დასვეს სათადარიგო ბურჯი, მაგრამ ის სათადარიგო ბურჯი ირიბუს ბრძანების თანახმად არის 18 ნომერი და არა 23 და ამათ ეთყობა არ გაუგიათ. ვერაფ კვირიკაშვილი ემზადება ჯარიმის დასარტყმელად. მოკლე გამორბენი დააცდა ბურთი მიზანს არ წაუვიდა დარტყმები დღეს კვირიკაშვილს. აი აცილა კარგი გამოკეტილია ჩვენი მეტოქე თავის 22-ში, მაგრამ ახლა ჩვენ ორი ლელო გვინდა კიდე. ახლა 27-14 იქნებოდა რა, დიდი სხვაობა არის 10-სა და 13 ქულა შორის რა მოგახსენოთ, არაფერი. ერთი გარდასახული ლელოთი არ ბათილდება ორივე, არც ერთი. და მეკომა აცილა ეს ჯარიმა არაფერი, მეტოქე მაინც თავის იმას ნახევარზეა. მაგრამ გვინდა ის ორი ლელო და იმედია შტაბმაც იცის და მოკარნახეებიც ეთქვიან ბიჭებს შვანია შემოსულა ახლა. უკაცრავად კახა ასეიშვილი შემოვიდა ჟვანიას მაგივრად პირველ ხაზში. ანუ ყველა მორკინალი უკვე შევიყვანეთ სათადარიგოები. აჩხანელმა გამოიტანა, ცხანომად მივიდა, მის ახმალაძეს. და ნემსაზე უტევდა მერე. ფეიქლიშვილი. ჭედლიძე. ჩამოიშორა 1-2, დაუბრუნა ფეიქლიშვილს. 10 მეტრიღა 15 მეტრი ხვდება ლელომდე. ჩავათამაშეთ მარცხნივ. შარიქაძე და ბლოკი გამოგვივიდა შეტევაში. და ჯარიმდები. გასანანია. ჩქარობენ ესპანელები, ჩქარობენ, მათიც მესმის რა თქმა უნდა. გასავარდ ზონაში მყოფი გუნდია, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს და ეს მიზანი უნდა შესრულდეს. და ცვლილებები იქნება ახლა ის. Pablo! What about White behind you? ათიქულა საქართველო ესპანეთს ამარცხებს მადრიდში უნივერსიტეტის სტადიონზე და ლაშა მალაგურაძე შემოდის მგონი თედო ზიბზიბაძის ნაცვლად. დიახ, თედო გავიდა, შემოვიდა ლაშა როგორც ჩანს დადგება 12 ნომრად და 13 ნომრად ჩაიწევს შარიქაძე. It's okay, up you get.
და ისეთ თამაში იყო, რომ თედოს თავისი მონაცემების გამოყენების შანსი საერთოდ არ მიეცა. კარგი ავწიეთ ხაზი, აი ლაშამ უკვე დაიჭირა იქით. მეტოქე, ბექა ციკლაური გრჩება კიდე მის შემოყვანა შეგვიძლია ბექებში. Easy, good. აუხ, კარგად ჩხანელი ორ რაჩინებულად შეეძლო ჩაჭრა ახლა მაჩხანელსა და ლელოს დადება, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც ბოლომდე ვერ შესრულდა ეს კარგი ჩანაფიქრი. ერთ-ერთი იქნებოდა ჩაჭრებში. ასე დაგვიდეს პირველი ლელო პირველ ტაიმში მასპინძლებმა. 10 მეტრი არ გამოვედით უკან ჯარიმის მერე და ამიტომ გადმოწვია მსაჯმა წინ. Stand up before you play the ball. უელსელია შეგახსენებთ დღევანდელი არბიტრი ნილ ჰენესი. We play on the wing. Decision. პაუზა. 6 წუთი რჩება თამაშის ბოლომდე. წესით საათი გაჩერებული უნდა იყოს და მიდის. კოტე მიქაუტაძე იყო კადრში, ესპანეთს ჰქონდა ჯარიმა, დაარტყა ის კუთხეშიც კარგად. 10 მეტრზე იქნება დერეფანი. მარჯვენა ფრთიდან. Point that answer, see that all the team now. See that all, yeah? Side, yeah. Tino. 75 წუთი დგება. გამარჯვებასთან ახლოსა ვართ, მაგრამ ეგეთი გამარჯვება გვეცოტავება. აი ახლა მაქსიმალური ყურადღება გუმართებს მოიგეს მაღალ ნახტომში მოიგო ხესუს რეკვერდამ. Stay, good. მივაწექით. No. დარჩათ მასპინძლებს ბურთი და მათ 10 ნომერს მალიე შემოგვიტია. შევაჩერეთ სასტვენი და მგონი Here, please. ვინმეს გაგვიგდებს. პროფესიული On the პოლის floor with the hands, yellow card, off you go. ანტონ ფეიქრიშვილს ააძევებს. ყვითელი ბარათი, არა, არ გვინდოდა ეს ნამდვილად. 10 meters, please. კრაკში ხელი თამაშისათვის აძევებს ანტონ ფეიქრიშვილს. ანუ მატჩის ბოლომდე ვიქნებით 14 თუ შერკინება დაინიშნება, ვიღაც ჩვენიანი უნდა გავიდეს და შემოვიდეს უკვე გამოცვლილი ბურჯი, ანუ ჩილაჩავა ან ჟვანია. უფრო ჩილაჩავა, რადგანაც მარჯვენა ბურჯია. აი ანტონ ფეიქრიშვილმა იქ ბოჭვაზე ხელით ითამაშა იმათ მხარეს, ხელით გადმოაგდო აქეთ ბურთი და ამიტომ საჯმა შენიშნა. 18. Drop. ზუსტად მაგას არკვევენ, რომ ბურჯი არის, იმათ შერკინების მოთხოვნა უნდათ და გაჯანჯლდება ეს პროცესი გამოცვლის. არა, კარში არ ტყავენ. Post. Stay on the goal line, please. დაიყვანენ 7 კულამდე, 1 კულას იღებენ მაგაში თუ 7 კულამდე დავიდა სხვაობა, 1 საცხრილო კულას. Let's go for the kick at goal. I'm not interested in him. It's kick at goal. მატეო პელიუშონი ემზადება ჯარიმის დასარტყმელად. 5 წუთი რჩება მატჩის დამთავრებამდე. ტრანსლაციის სპონსორია ლუდი ნატახტარი. 22-სა და 15-ის გადაკვეთაზე დგა. დევსბურთი გაიტანა და 7 კულა დარჩა სხვაობა. 24-17. 24-17 შეხვედრას ვიგებთ აი ასეთი ანგარიშით. და გვჩება 4 წუთზე ოდნავ ნაკლები კაცნაკულები ვართ, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტას ალბათ წაუმატებს მსაჯი, პაუზები იყო. ერთ უკიდურესობამდე დაიძაბა სიტუაცია. ესპანეთს რაც შეულიაქნას ის არის, რომ თამაში გააფრევოს. ახლა დავიწყეთ, ჩავკიდეთ პელუშონმა აიღო, პირდაპირ გადმოკიდა აქეთ ჩვენ ზურგს უკან. ოჩაღად დავხვდით. შარიქაძემ აწია, თვითონ მიყვება.
შარიკაძე არა, ბექა ციკლაურია. ციკლაური. ალბათ ახლა შემოვიდა. Wait. Okay. ახლა ხმალაძე მაწია. ჩვენ ჩაგვივარდა ბურთი ხელში. შარიკაძე. No, leave. შემდეგ ბეგაძე. მარცხნიდან უნდა შევუტიოთ. უტევთ კიდევაც ნემსაძე. შემდეგ ვინ არის მიქაუტაძე? მივედი კი გადაყრაზე, ბეგაძეს ვერ გამოაქვს ბურთი. სად შედავებოდა? დანა შევუტიეთ, გავარღვიეთ. კარგია. თვითონ ბეგაძე ბიძურებოდა. ცდილობდა რომ გამძლევლიყო, მაგრამ ვერ მოახერხავ, ბურთი არ დავკარგეთ. სად არის ბურთი მთავარ ეგარი არა, ბურთი დარჩათ ესპანელებს, ფეხით დაარტყეს წინ ძლიერად. აუტში. პაბლო ფეიხომ დაარტყა, იგია თქვენს ეკრანზე, აუტში და დრო ახლა ესპანელებისთვის მუშაობს. ერთი ქულა უნდა ესპანეთის ნაკრებს. გეტყვით რომ ისინი ბოლოს წინა ადგილზე არიან 10 ქულით, ბოლო ადგილზეა ბელგიის ნაკრები. დიახ, პორტუგალიას უსწორდებიან, მაგრამ ეგ დიდი არ უნდა ადარდებდა, შეიძლება სამეზობლო რაღაც დავააქვთ. თავარია რომ ბელგიას გაუსწრებენ 5 ქულით ბოლო ტურის წინ და ბელგია მაშინ უნდა მოუგოს რუსეთს. არც ის არაშველი 5 ქულა იქნება სხვაობა და პირად შეხვედრებში ესპანეთს აქვს პლუსი ბელგიასთან, ამიტომ ბელგია გავარდება. აი თუ ანგარიში ესე 7 ქულით გათავდა, მოკლედ ბელგია ვარდება. 2 წუთში. ჩვენ კი ლელო გვინდა, ლელო. 2 ლელო გვინდა. ერთი არ ყოფნის, გორგოძე ბურთით. თვითონვე მოწყდა ბეგაძე შეუტია. Okay, yeah. 22. ჯარიმა ჩვენია. 22. Retire. ტუტელაც ყოფილა უკვე მოედანზე, ესპანეთის 22 შემოვიდა, უკვე აღარ გვაჩვენებდნენ შეცვლებს და აი ეს დააჯარიმებს გამოყენებულია. ნუ ჩვენ შეგახსენებთ რომ 14-ნი ვამთავრებთ თამაშს. 3 წუთის წინ ფეიქრიშვილი გააგდეს, ანტონ ფეიქრიშვილი ყვითელი ბარათით. მოკლედ ხელი ჩავიქნიეთ იმაზე რომ იმ ორლელოს ვეღარ გავიტანთ, ესპანელები გვისტვენენ, რატო არ ტყავთ კარში ჯარიმასო. სრულიად ცხადია რომ ესე იგი კვირიკაშვილი შეუცვლია ციკლაურს და ციკლაური არ ტყავს კარში მაგ ჯარიმას. დამტყმელი არის მის გარდა აი მალაღურაზესა ძალიან ძლიერი ფეხი აქვს, მასაც შეუძლია დაარტყას. იყო კიდევაც დამტყმელი, ძირითადად დამტყმელი ნაკრებისა 2008 წლიდან. ხო, ორივენი დასვენებულები არიან, ახალი შემოსულები, ანუ დაღლილი ფეხით არ დაარტყავენ და ნახოთ ციკლაური. თბილისის ლოკომოტივის მორაგბე თავის მე-14 შეხვედრას ატარებს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. და დრო გაწითლდა. გაიტანს ვიგებთ 10 ქულით და 10 დინეს და ეს 10 ილა მარცხნი No. გონი ბოლო ბურთი იყო საერთოდ. Greg, Dan minute of it, Dan minute. არ ყვევენ დრო რამდენი დარჩა სათამაშო. Under 1 minute, yeah. 1 წუთზე ნაკლები დარჩაო. კიდის საჩან გადაამოწმა. კრეგ მორგანთან. Under 1 minute, yes. Play on under 1 minute. 22-დან უნდა განაახლონ მასპინძლებმა შეხვედრა, 24-14-ია ანგარიში. ვიგებთ 7 ქულიანი. 27 თემურ იმ ქულას იღება, 7 ქულას. მაბათი 17-ია ანგარიში. ბურთი ჩვენია, უნდა შეუტიოთ. შეუტიეთ კიდეც. ვიდრე ბურთი მოედანზე იქნება თამაში არ დამთავრდება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ ესპანელები, საიმისოთ რომ ბურთმა დატოვოს სათამაშო მოედნის ფარგლები, ასეც მოიქცნენ. მასპინძლები 24-17. საქართველოს ნაკრებმა თავისი მორიგი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მოიპოვა არა ჩვეული 4 ქულიანი უპირატესობით. ესაა დასანანი
ახლა ზალი ალბათ დაიანგარიშებს ცხრილს და გვეცოდინება თუ რა მდგომარეობაა ბოლო ტურის წინ, ბოლო ტურისა, რომელიც როგორც გითხარით, ზუსტად ერთი კვირის თავზე გაიმართება. ბოლო ტურში ცენტრალური ფინალური მატჩი დავარქვათ თბილისშია საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. ეს მატჩი 15 მარტს შაბათს ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება დღის 5 საათზე, 17 საათზე საქართველოს რუმინეთი ორივე ნაკრები, რომელიც უკვე ორი ტურით ადრე გასულია მსოფლიოს 2015 წლის თასის გათამაშების დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს შეეცილებიან ახლა მხოლოდ და მხოლოდ ევროპის ერთა თასს ამ მატჩში, ანთიმოზ ივერიელის თასსა და ადგილს დასკვნით ეტაპზე ვინ რომელ ჯგუფში უნდა ითამაშოს. საქართველოს ნაკრების მიზანი იმთავითვე, როგორც კი გაიმართა მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპის წელი 9, გახლდათ რომ ჩვენი მიზანი იყო C ჯგუფში თამაში და თუ რატო C ჯგუფში, ამასაც აქვს თავისი ახსნა, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებს უნდა რომ ითამაშოს ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის მეორე გუნდთან. ეს მეორე გუნდი სავარაუდოდ ალბათ იქნება ჩემის აზრით აფრიკიდან ვინ გამოვა? აფრიკიდან ვინ იქნება? ძველი საქმელია, ან ნამიბია იქნება. ან ზიმბაბვე, უფრო ალბათ ნამიბია. შეიძლება მადაგასკარიც იყოს და შეიძლება კენია. ხო, მოკლედ ეს ჯერ გასარკვევია, მაგრამ მე გითხარით რომ ჩვენი მიზანია C ჯგუფში თამაში, ეს ყველაფერი უნდა გაერკვეს უკვე 15-ში 15 მარტს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ანუ მომავალ შაბათს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბოლო ტურში ევროპის ერთა თასსა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებენ საქართველოს რუმინეთი, როგორც გითხარით, ბელგია ბრიუსელში უმასპინძლებს რუსეთის ნაკრებს, პორტუგალია კი შეხვდება ესპანეთს, დღევანდელ ჩვენ მეტოქეს. ეს დღევანდელი თამაშის ფრაგმენტებია, ანუ ყველა ის საინტერესო მომენტები, რომელიც იყო ქულების ამბავი თქვა, პირველ ადგილზე არის რუმინეთი 38 ქული, ჩვენ გვაქვს 37, რუსეთს 23, პორტუგალიას ესპანეთს 11, ბელგიას 6. ესპანეთი და პორტუგალია დარჩნენ ერთად თასზე, აღარ გავარდებიან 2015 წლიდან ისევ იქნებიან, თუ ის ერთად თასი ისევ ჩატარდა და ამ ფორმატით იქნება, ბელგია გავარდა, ანუ საიდანაც ამოვიდა დაბრუნდა იქ, არაფერი აღარ უშველის, რუსეთთან ბონუსით მოგებაც კი აღარ უშველის, რადგანაც ორივე კონკურენტთან მინუსში არის პირად შეხვედრებში. რუსეთმა დაიბევა მესამე ადგილი და ითამაშებს რეპეშაჟში, ნოემბრამდე მსოფლიო თასის ბოლო მე-20 სამადლოს აგზურისთვის უნდა იბრძოლოს. 3 მეტოქე ეყოლება, ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ, რაც გვავადარდებს, რუმინეთი წინ არის 1 ქულით, ანუ ფრე ჩვენ ხელს აღარ გვაძლევს უკვე. თუ ფრე დამთავრდა 1 კვირის მერე ვაკეში ის თამაში, საღამოს 7 საათზე, 7 საათის მიდამოში უკვე რო თამაში დამთავრდება, რუმინეთი დაიკავეს პირველ ადგილს. ამიტომ ერთადერთი გზა გვაქვს, უნდა დავამარცხოთ რუმინეთი, რაც ბევრჯერ გვიქნია და კიდევ არაერთხელ უნდა მოვახერხოთ ის, რაც უნდა მოვახერხოთ და შევძლოთ. რუმინეთის დამარცხება იმითაც საინტერესო, რომ ყოველივე აი ამან სატურნირო ცხრილმა დამატებითი კიდევ ერთი სტიმული შეიტანა, კიდევ ერთი мотиваცია თამაშში, რომელიც როგორც გითხარით მომავალ შაბათს გაიმართება და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები ითამაშებს განსხვავებულ მატჩს იმ შეხვედრაში, შაბათის მატჩში, დღევანდელ შეხვედრიდან განსხვავებულსა და თემურეს იგი რაღაც ვინც დაისვენა დღეს ისენიც დაემატებიან და ისინი ალბათ ძალზე დიდი ძალაც არიან, ხოლო რუმინეთმა დღეს რაც ითამაშა, იმის შემხედვარე რაიმე იმედი არ უნდა კონდეს ბელგიას ვერაფერი ვერ დააკლო ობიექტურად ვთქვათ, ერეოდა მარტო ღონით და ერეოდა გაჩერებულ თამაში შერკინებით. თუ მიაწვებოდა, ეგრე შეიტანდა, კი ხავს რუმინეთს ახლა 10 ნომერზე კალაფეტიანი უყენია, 9-ზე სურუჯიო, ფთაზე ყავთ მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭი დუმიტრუ, მაგრამ ჩვენი გუნდი მგონი უკეთესია და ჩვენ და ბედად შერკინება წყვეტს, ანუ მორკინალები წყვეტენ მაინც რაგბის ფეთს, იმედია გვაქვს, რომ თუ ძალიან არ დავჯაბნით, ცოტათი მაინც ვაჯობებთ სტატიკაში, ხოლო დინამიკაში ჩვენი აი მოძრავი ბექი უკანა ხაზელე მორკინალები აჯობებენ, აი გორგოძე, ბასილაია,
ყოლელიშვილი ეგენი დაგვემატებიან და დიდი ძალა კიდე რა თქმა უნდა დიდი დათუნაშვილი და ხაში კიდე კაჭარავა. ამრიგად გასრულდა მატჩი დღევანდელი ბოლოს წინა ტურის შეხვედრა მადრიდში. მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე 24-17 საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და ველოდებით შაბათის მატჩს კიდევ ერთხელ ვიტყვი 15 მარტს თბილისში ლოკომოტივის მაპატიეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაკეში დღის 5 საათზე ანუ 17 საათზე დაიწყება მთავარი მატჩი, მთავარი შეხვედრა წლევანდელი გათამაშებისა საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით და ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ევროპის ერთა თასიც ანთიმო ზივერიელის თასიცა და ეს რუმინეთთან წაუგებელი სერიებიც გაგრძელდება. ჩვენ 6-ჯერ აქვს მოგებული ერთა თასი, რუმინელებს 4-ჯერ და აი ეს ყველაფერი შაბათს. ახლა კი დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟი მადრიდში.